ეს იცი რა მაგარი, ეს თუ კაი ხარისხის გააძრე, ეს ძალიან კაი. ეს როგორ ვერანაირი ვერაფერი ვერ ედრება. რა ბაბინაზე ვაზრობთ? ვაფშე სხვა პენტი. ხო და ეს ანუ ძველი მოდელია. ძველი მოდელია გარესტავრირებული. ეგ არის მაგა და ანალოგური. აღმოჩნდა მე არ ვიცოდი რომ აღმოჩნდა რომ ყველაზე მაღალი ხარისხი ანალოგურში ბაბინას ბაბინას რა. საიდან მოათრია? ბიჭო ვეძებდი რა და ვეძებდი და გავაძრე რა. ისა საიძე სადმე? ბიჭო არა რაღაც მაღაზიაში ვიყავი და მითხრეს რა რომ ვიღა ტიპი ყიდისო და ესე ვიყიდე რა და იქვე რა რომ ტესტავდით ბექი გავატარე ამაში რა. ისედაც მაგარი ჩანაწერი და გავატარე ამას როგორ რაღაცა იცი მონიტორის ფუნქცია აქვს. პირდაპირ გასმეინებს ლენტაზე ჩაწერილს რა. ანუ რასაც იწევ თან გაწერილი. გაუმჯობესა ბიჭო ბექის ჩანაწერი რა. მოდი სანამ დავიწყებთ შემოგთავაზებ Artford 1708 არის ირლანდიული, კაიფო ვისკია ძა. სუფთა სიმბოლოა. კი, სიმბოლურად. ეგრე იწყება ხო. არა, რატო ბევრი ვიცი რომ ვერიდები. იყიდება ალკორიუმში და ვისკის სახლში. აი სხვა ნორმალურ ახლა რაღაც სიტუაციაში არ დავლევდი, მაგრამ ახლა უხდება. ახლა უხდება. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სპონსორია ნაცრისფერი მაისური. უნდა ჩამეწო მაისური არ არის. ნუ აი მაგ გააქვს შიგნით ნაცრისფერი. აუ ჩაიხსენ. უნაცრისფრესი. ვეიპორისგან განსხვავებით. ისე რა მაისურების კომპანია არ არის რომ ის ხნას? აუ ისე იქნება რა. რაღაც. მე მომეტყნა უკვე რომ იცოდე რა ვიფიქრით რა ჩავიცვა. თან ის არის მეგონი ჰოლისტერი. მე ძირითადად შავი. ხო და ნუ აი ეგრე და იგივე რომ იყოს მაინც რაღაც ხალისი გვინდა. ისა რა ქვია, შენ არ ხარ მიდრეკილი ამ რაღაცების მოგროვება შეგროვა. აი ახლა ამ სიბერეში დამემართა ეგ. არა, ადრე სხვა არ იყო ახლა. ადრე სად იყო ახლა? სიდიც არ იყო მე როცა. მაშინ ახლა იყო, მაგრამ მაშინ როგორ იყო, იცი, მაშინ იყო საბჭოთა აპარატურა და როგორც იმან მითხრა, მაინც იაშვილი იყო, ხმის ინჟინერი, მაშინ ცოტა იყო. და თუ საშუალო კლასის საშუალო აპარატურა გინდა საბჭოთა კაჩავს. ხო, იმიტომ რომ რაღაც მაგრიტებს დიცუდებენ დინამიკა. დღევანდელ დღეს ტყუილია. ტყუილია, იმიტომ რომ აქ რა შემოდიოდა, იმაზე ქონდა სწორი დადებული. მაგრამ თუ ახლა კარგი გინდა და რაღაცა საბჭოთა ვაფშე დაიკიდიო რა, მაგრამ ვიღაცეებს რო ქონდათ, აი ვიღაც ხორავას ქონდა სახში გიას, იმიტომ რომ ამის ძველი საშუალო ხა სადუნა გეშოვნა მაშინ. იმ დღეს რაღაცა მაღაზიაში ვიყავი და ოთახი ქონდა სპეციალური მოსასმენი, შევედი, აი დინამიკები რაც და ბიჭო ჩამირთეს მუსიკა და მივხვდი რომ მუსიკა არ მქონია მოსმენილი. ეგ იმინა ჰაი-ფაი რაღაცა. არ მინდა რომ რეკლამა გაუკეთო, იმიტომ რომ შევთავაზე და არ გვინდაო მითხრეს. ის იყო მუსიკალური მაღაზია. ნუ რა თქმა უნდა სანდროს მაღალი როა, წოფი ხო? ადის სახში და ნახე რეები. კი. მაგას როგორ აქვს, იცი? ჯაზის მოსმენა რო უნდა რთავს რაღაც მარანცის, რაღაც ტორანცის გამაძლიერებელი და რაღაც სხვადასხვა მარანცი ქონდა. სონის იმით და თუ როკს უსმენს, იქ საერთოდ JBL-ის დინამიკებში გამოყავს და Bang & Olufsen ორი ქონდა და არ თავდა არ მოსწონს ხმა. თან ანალოგური აქვს, ციფრულს მაგას არ ესმის. ანალოგური შეუძლია გაარემოს და აი ეს ერთი ოთახი დინამიკები აქვს სავსე მარტო გამოგზავნილი, მაგან მომცა ახლა ერთი ორი დინამიკი დროებით სანამ შევიძერო რაღაცა და ხო მე ხარ ის ვარ, ჩემპირობებში სადაც ცხოვრობ, იქ ცუდი ხმა. და ეს მაგარია ეს. ეს სასწაული ბაბინები მოსასმენათაც და სამუშაოთაც ძალიან მაგარი. აი მე ხლა ჩემ პირად გამოცდილებას გეუბნები, ახალსთან ძველს არა. მაგ სანდროსთან ხშირად დავდივარ, ხა 3000 ვინილი აქვს ხანდახარა. ახლა უკვე კასეტებზეც გადავიდე, რაღაცებს ჩალიჩობს და რომ მივედი, ბაბინები კონდა გასაყიდათ რა. ნუ ვიღაცამ გამოაგზავნა. ჩაწერილი უკვე თუ ხო და იმან ვინც გამოუგზავნა ბელგიიდან, გამოაგზავნა კიდე ბაბინა ჩაწერილი, რომელიც აი ეჭვი ქონდა რომ ჩაწერილია, რა ვიცი, ვაფშე ორიგინალიდან რა, ვინილიდან კი არა. ხო, ეს სტუდიაში რა. და ეს იყო, ესეთი ბენდი იყო, არ ვიცი, ახლა თუ იცის ახლა, მაგრამ ერთ დროს ქუხდა, აი ითვლება რომ პოსტ-როკი მაგათი მოგონილია, თოკ. It's my life, მაგაც სიმღერა, მე no doubt ვარო, მაგრამ ის ძველი ელექტრო და ვიცი, 80-იანების ხო და ეს 89 და 91 ეს რაღაც შედევრი ალბომებია მართლა, როგორ გამოვიდათ ეგეთი და არც ვიცი. ეგ იყო ერთ-ერთი 90-91 და რო ჩართო ამ ბაბინაზე. ანუ გვერდზე ორი ტიპი იყო, რომელიც იმდენად ვერ აზროვნებს, რა სხვაობა შეიძლება ვერ ნახოს. ახლა MP3-ს და არა თუ კაი დინამიკებში ვაფშე რა. ანუ და მეც და
მეთქი ეს რეალურად ესე შეიძლება ჩაწერო მუსიკა რომ მოусმინო თან მუსიკაც ეგეთია რომ უხდება რა ახლა ყველას კი არ უხდება ახლა შეიძლება ისეთი რაღაც ჩაერთო სადაც დიფერენცირება არ კონდეს ხო და ეგ ხო იცი რაზეა დამოკიდებული როდესაც იწერება ორიგინალი პროდუქტი რა აპარატურაზეა გათვლილი ის იმ პერიოდის გათვლილი იყო ან ვინილზე ანალოგურზე ამიტომ იმას უნდა ანალოგური აპარატურა რომ მაქსიმუმი ამოქაჭოს როგორც კარგი აი იქ მაღაზიაში ბექი ჩავართვევინე და სასწაული იყო რა და მანამდე ჩავართვევინე ჯორდი გრიფიცი კი ჯორდი მაგრამ ევასება რა მაგის ერთ სოლო ალბომი Black Midi-ის ვოკალისტი რა Black Midi მაგარი ბენდია ხო და ეს ჯორდი გრიფის ალბომი მეთქი რას იმ მიზნით ჩავართვევინე ჯორდი გრიფი რომ მაგას უსმენდი და ვიცი როგორ ჟღერს რა და რო ჩართეს ძალიან არ მომეწონა რა აი ყელი იყო რაღაცნაირი იმიტომ რომ არ ვიცი რაზეა ჩაწერილი მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ეს ბექი ლენტაზეა ჩაწერილი ფირზე და აი როგორი გაშლილი და სითბო ქონა ის ზღვასავით იყო რაში მოусმინე ამ ბაბინაში მოусმინე ბაბინაში არა აი იმ აპარატურაში რა სადაც და ქონდათ კაბელი რომელიც აი დინამიკიდან გამაძლიერებნა კაბელი, რომელიც ღირდა 6500 евро. და მოდი ჩაგირთავო და აი რაში მჭირდება თქო. ანუ არ მინდა თქო, არ ჩამირთო თქო. ხა აი რომ იყოს სხვაობა, რომ მომეწონოს მე საწავიდე რა გავაკეთო. ხო და იძლეოდა სხვაობას უბრალოდ კაბელიც დაჟე. ანუ არის 6500 ევროია რა არის. სხვადასხვა მე რა მაქვს ვიცი კაბელზე ნანახი. ფიზიკოსების იმაში ვიყავი და აი შე რო გონია რომ აი კაბელი ესია თუ ისია ამას ახლა ვერ აღვ ერთ ყური ვერც თვალი და არის სპეციალური ესეთი კაბელები რომელიც ფიზიკურ პროცესს აჩვენებს და აი კაბელი გაუშვა და მოღუნა კაბელი და განათება აი განათება რას ნიშნავს რომ დაიკარგა რა უფრო ჩვენ ამას ვერ აღვიქვავთ რა ხარვეზები ხო რომელსაც ახლა ვერ აღვიქვავთ რა ვიდეო კაბელი ყო რა განარამე მაგრამ იქ ფიზიკური პროცესი არის ის ხო გააჩნია კიდე რა სად რისთვის ხო ასე რომ მე ისეთი მან შესვლა სიღრმე შეიძლება გაგიჟდე მე და არა ნუ ჩვენგან შორს ხო რა და მაგაზე იყო მაგეთ იყო შეპყრობილი მე და რაღაც ეგეთ მოჭი არა ხო ეგეთი გამანიაკება გვეყოფა რაც ქონდა იქ ჩვენ გამოკიდებული თუმცა ამას ახლა რომ დავაბოლოოთ ეს ერთი რაღაცა მინდა თქვა რომ ჩემ დროს ახალგაზრდობაში ხანდახან რაღაც ჩანაწერი ქონდა მე-6 თუ მე-7 კასეტაზე გადაწერის და ეს კასეტა მოწოდებოდა. ხო, ბაბენების ხოთაშორის ყველაზე კარგად ინახება. აი ხმის ჩამწერი ისინი რო იყო თბილისში სტუდიები, მიწისქვეშა გადასასვლელში. მარტო ბაბენებზე იყო შენახული ეს. თუნდაც სვემაზე, მაგრამ ეს ჯობდა ვიდრე ვინილზე, იმიტომ რომ ის წდება და ეს ინახება. მაგრამ ჩვენ დროს ახლა ეს პირველი პირიდან ახლა ვისაც ალბომი ქონდა, ვინილი და იქიდან გადაწერდა ეს პირველი კასეტა კი მაგრამ მე ეს კასეტა მათხოვე გაწვეთილი მე შენ კიდე მე გადაწერ რაღაც იყო 1000 ჯერ დაკრულს და ბიჭო იკარგება იქ მე რაღაც ხმაური მოყვება ისედაც ვიღაცა ღეჭავდა ვიღაცის მაგრამ უფრო მეტი იქ ჩაწერის დროს ეხა ზოგს სხვანაირად ევასება ბალანსი ზოგს სხვანაირად თბილისში მოდაში ყო ვისოკებზე ჩაწერა რაც მე არ მომწონდა და დამცინოდნენ შენ სრედნები გევასება და რაღაც და რეალურად მე ეს ჩანაწერები რომ მოისმინო კაი ხარისხი მე ის უფრო მომწონდა რატო იცი დღევანდელი ხური როგორც ნოისი ეზერჟღერს აი როგორც ნოისი როგორც ლოფაი ჩანაწერი როგორც დემო და ამაში არის მთელი თავის кайფი რა ზოგ მუსიკას ეგ უხდება ახლა ხდება ხო და ჩვენ მაშინ რასაც უსმენდით იმას უხდება რა ეგ ხო ვიძახდი რომ გამიჭირდა მე ანუ кай ჩანაწერის მე რა გასუფთავებული იყო და იდეალური ბალანსი და რაღაცეებით ის რო ჩვენი ძველი თავის შუმებით და რაღაცეებით რო ახლდა ხო და აი ხა გუშინ ამბობდა თოიძე რომ მადერებმა გადამიქსესო თავისი ალბომიო არ ვიცი რომელი ერთი რო ორი აქვს რა ან ერთი ანუ მიქსი გააკეთეს თავიდან პირველი ეს მე არ მომის შეიძლება clear and პირველი ის მელოდიაშია ჩაწერილი ხო და მაინტერესებს რა ანუ აი ხე შენ რასაც ამბობდი რა გამიფუჭებს თუ არა იმიტომ რომ მე მაგაზე ვიჯექი აი მინა უსმენდი კასეტაზე მქონდა რა მაგრამ მელოდიაში კი არა გოგი არ ყვებოდა სადღაც თეატრში ჩავწერეთ თუ ის კარგად არის ჩაწერილი თეატრში ჩავწერეთ შედარებით პროფესიონალად არის ჩაწერილი და პირველი იყო და ვერ აკეთებდნენ მაგას და ეგ პირველი უფრო როკ-ენ-როლნია ეს მეორე უფრო ელექტროპოპია რა და ის ახლა ხო ის უფრო კაპრიზნი იქნება პირველი ვიდრე მეორე რა ძალიან კაია წამო ცოტა იქ თქვენ ჩავაჭენოთ რა დავაი შენ საიდანაც გახსოვს შენი აღქმა ესე საიდანაც მოხვედი რა სად ხდება ეგ რა ხდება როგორც მომხმარებელი რა ვიცი რა ხდება
საიდან ხდება? მაგის გახსენება ეხლა ძალიან ძნელია, ზუსტად ეხლა ნიმუშები. ზოგადად მახსოვს. ხო, ზოგადად გეუბნები, აი რამ დაგაინტერესა რა მუსიკამ პირველად. ხო, ეს საინტერესო მომენტია, მე უფრო სხვანაირად ვიტყოდი. საიდან დავიწყე გარჩევა, რა იყო ჩემი მუსიკა და რა არ იყო. ეს ძალიან უცნაური მომენტია. ანუ უსმენ შეიძლება შემადგენლობა ჟღერადობის ერთი და იგივეა. გიტარა იქაც, ბასია იქაც, დრამია, ელექტროგიტარა და ეს ხვდები რომ მაშინ ესეთი სიტყვები არ ვიცოდი, ხა 11 წლის ვიყავი ან 12-ის და ხვდები რომ ეს ჩემი მუსიკაა. დღევანდელი ეს არის სწორედაც რომ რაღაც როკ-ენ-როლი, პოპ-კულტურა, როკ-ენ-როლი კუთხით და ეს არ არის ჩემი და უბრალოდ საესტრადოა და რაღაც. აი მაგალითად, რატო არ მევასება დღემდე ელტონ ჯონი? მე მაგას ვერ აღვიქვავ იმ მუსიკალური კულტურის წარმომადგენლად, რომელიც მე მევასებოდა. გაცილებით უფრო მომწონდა, მაგალითად კრიდენს რო ჩავთვალე, იმიტომ რომ ეგრე სხვანაირად ჟღერდა და რაღაც. და მაშინ ჯერ კიდე უკვე რაც მე ჩემი თავი მახსოვს, პერიოდულად ეს მელოდია უშვებდა ლურჯ რბილ პატარა CD-ებში. ლურჯ რბილ პირპიტებზე და უშვებდნენ, ნუ რა თქმა უნდა, ეგ რაღაც ბიტლსი იყო ორი, კრიდენსი იყო, როლინგ სტოუნზი იყო ერთი, სუიტი რაღაც აქეთ-იქით და იქიდან რო ვარჩევდი და მეზობლები უფროსი ბიჭები, მე გავიზარდე მე left back, რასაც ქვია თბილისში, ანუ ფიროსმანზე. და რა იკითხეთ. და ეს მე აღმოაჩინე რომ აქ უფრო აინტერესებდათ ეს მუსიკა რომელიც მე მომწონდა ვიდრე იქ. Τώρα მიუხედავად იმისა, რომ ძველი ბიჭი რუბნებად ითვლებოდა და ჩემი მეზობლები იტალიური ზოში გავიზარდე მოძველი ბიჭო ტიპები იყვნენ. ისინი უსმენდნენ ნამდვილ როკს და რაღაც ესეთი მომენტი. ჩემ ბავშვობაში მახსოვს, რომ რაღაცა ძველი ბიჭი სასწავლე Deep Purple-ს და რაღაცებს უსმენდნენ. პირველი მუსიკოსები ვინ იყვნენ? საიდან წამოვიდნენ? ყველა მაქიდან არის. აქიდან საბურთალ და ვაკიდან იყვნენ ის. ბიდი ხო ტიპები რა. ხო და ისინი იყვნენ როკ-ენ-როლი და Led Zeppelin, Pink Floyd და რაღაცა და კუჩის ბიჭები საქმეებს არჩევდნენ მერეთან და ეგენიც მასმენინებდნენ რა მახსოვს. აი ესე წამოვიდა. რა უცნაური ეგ შენი ბავშვობა ეგეთ ჩვენი ბავშვობა ძალიან. ბიჭო არ მეგივნა იმინა ბავშვობის აი 80-იანებში რა. ხო და ეს რო წამოვიდა მე მოხდა ერთი რაღაც. აი ამას მე ხშირად ყვები ხოლმე რა. ნუ მაშინ როგორ შემოდიოდა ინფორმაცია ისიც კი არ ჩვენ მე საერთოდ ბავშვობაში მეგონა რომ ბიტლსი ორი იყო ერთი რომ ესეთი პრიჩოსკები და მეორე გრძელი და სხვადასხვა ხალხი მეგონა აუ ძალიან მაგარი რაღაც გითხრა მაგაზე ერთ ჩემი მეგობარი მიყვება რომ ჩემი უბნელი მებაზრებაო რომ მეო ბიტლები მევასებაო აი სანამო ბრადიაგები იყვნენ რა ეგონა რომ ანუ მე ფული იშოვოს და პიჯაკები ჩაიცოს და გაიპარსეს რა კი და ეს სურათები კიდე ეს რა მნიშვნელოვანი რა ანუ ეს ისინი საფოჟნიკებს ეძახდნენ, რა ქვია ქართულად არ ვიცი. ხო. ყიდიდნენ ეგენი რაღაც ჟურნალებიდან ფოტოს გადაიღებდნენ და ის და რაღაც პეიჯის ფოტო იყო რაღაც ეს ამოყირავებული უკრავს და მეთქი ეს უყურებდი და ტიტული ქალები. ნუსხულივით და მეთქი და ყიდულობდით ამას და ორმანეთად კიდე აკრავდით რაღაც ესეთი პონტი, მაგრამ თავარი მე აი პირველად ორი რაღაცა მოხდა, მახსოვს ისე უცნაურია, რომ ეს პირველი ორი რაღაცა რომ მოხდა, ისინი არც ერთი აღარ მევასება ეხლა რა. პირველი იყო რომელიც აი პირველი შოკი რომ მივიღე ეს არ იყო არც ბიტლსი, არც როლინგ, თუმცა მოსვენელი მქონდა ეგენი უკვე. ივერი აწერდა იურაი ხიპის სიმღერებს და ეგენიც რაღაც. და მოდაში იყო აქ. აი მარცხენა სანაკრებო. რა სიზახი ტრენდი იყო, ახალი შემოსული იყო როკ-ენ-როლი და აი ცოტა პროტესტ ტიპები ვინც იყვნენ, მათ შორის ქუჩაც პროტესტში. არ არსებობდა ესეთი არა, ეს ხო მართალია, არ იყო ეგეთი დეფინიცია, იმიტომ რომ ეხლა აკრძალული არაფერი არ იყო, მაგრამ არ მიესალმებოდნენ. ხო. საინტერესო რომ მოსმენა შენ რაც გინდა, აბა სტუდიები სახელმწიფოს ბალანსზე იჯდა ესენი და დიდი ფული კეთდებოდა ეგ 9 მანეთი ღირდა თუ 6 მანეთი, ერთი საათიანი კასეტა რო ჩაგეწერდა 6 მანეთი და 19 და 14 მანეთი ესე ღირდა. ფული დიდი ვინ მამისთვის რო ფული გამოგვირთვია 14 მანეთი მოდი კასეტა ჩავწერო გიჟი ხარ გეტყოდა რა. 37-ად წახვიდოდი. ხო და ეხლა იყო ეს მაგრამ ქართველი თუ დაიწყებდა მუსიკის დაკვრას, ან საბჭოთა. აი ეს უკვე ცოტა ესეთი მომენტი იყო რა. კი, ეს პრობლემა იყო. იმიტომ რომ პრობლემა იყო, იმიტომ რომ ისა იდეურად გზასაცდენილია ის უკვე და ანუ ეს არის მაინც რული კულტურა
მტრული კულტურა, რომელიც აღვიძებს არა ჯანსაღვნებებს მოზარდში. მოზარდში უნდა იყოს ჯანსაღვნებები, კომკავშირული, მომავალიშვილობა რაღაცა და ეხლა სხვათა შორის ეს იდეოლოგები სულელი ხალხი არ იყო. რა იყო ყველაზე შემაშფოთებელი მათთვის, ხო? აი ეს დრაივი და ეს გადამეტებული ეროტიულობა, რომელიც აი როკეროს ჰქონდა და საბჭოთა ესტრადას არ ჰქონდა. ამიტომ აი ეს ივერიები, ეს ორერები, დიელოები, რომელსაც პროფესიონალი მუსიკოსები უსმენდნენ, მუსიკალურად გამართულია, ყველაფერი კარგია. რა არის მაგათ საუნდია მთავარი. რა არის მაგათ საუნდში? ნაკლი რა, ჩემი ყურით. ჩვენი ყურით. კასტრირებულია მუსიკა, ანუ იქ არ შეიძლება მძლავრი აკორდი გიტარის და იქ არ შეიძლება რომ მაგრად დაარტყას დრამა. იმიტომ რომ ეს ორი ინსტრუმენტი ქმნის იმ განსხვავებას, რომელიც ექსტაზი და ახლა ის რომ ერთმა რუსულ როკზე თქვა, მაგრამ რაღაც მოიჭი სწორი თქვა, რუსული როკი არ არსებობს რატო და სექსი და დრაივი არ არისო რა. ეგ ვინ თქვა? ვიღაცამ თქვა, ვიღაც კრიტიკოსმა რა. სამაგეროთ მე ვთქვა პოეზია არის და რაღაცები დაიწყეს. ხო და რისი თქვა მე და რა პირველად ეს საბჭოთა ის პატარა ვინილები რო გამოდიოდა, ისინიც გამოდიოდა ეს ცოტა ესეთი მუსიკა, რომელიც უხიფათო. და მახსოვს რომ ვიღაცა მოიტანა ბიცა ჩემის მაკაცმა. მანქანის მაგეტაფონები არ იყო და ლეგენდაზდებდნენ, ეს ლეგენდა იყო, რომელიც აკუმულატორზე მუშაობდა 12 ვოლტზე. ოღონდ ის უნდა ამოგიღო, გაგიტეხავდნენ და აიღებდნენ. და იქ დასალევად დაჯდა იქ მამა ჩემი, ბიძა ჩემი მის მაგაცი და აი შენო მუსიკა რო გიყურს, ვაგერ კასეტაო და მოусმენიო რაღაცა და რაღაცა ჩართე რა, ეწერა იქ რაღაც ფარფლები თუ რაღაც ქართულად. გაეძრო რაღაც ეს გძელი რა ქვია ეს child of time თუ ხო მაშინ ეძახდნენ სმერც ფარაონა რატო ეძახდნენ ნუ ჩემი თავის ხალხმა ყველა მესე იცოდა და ბიჭო ეს რო ჩართე და ეს ყორხად ფალცეტია და ეს დისტორშენიანი გიტარა და ეს რას უბრახულებს და მაშინ ფიქრობდი რომ მეთქი სათხაც ახლა ეს ტიპები ხო რეალურად არსებობდნენ ჩემი ტოლი ხალხი კონცერტზე მიდის ბილეთს და მეთქი ეს ვაფშე სხვა პლანეტაზე ცხოვრობ აი მაშინ მივხვდი რომ რაღაც არასწორ ქვეყანაში ცხოვრობდი რა იმიტომ რომ მარტო მე კი არა ვინც ამით დაინტერესებული იყო ეს იყო საერთოდ მიუწვდომელი მომენტი ანუ იქ ახალი ჩანაწერის მოსმენის ხო რიტუალი იქ ემზადებოდა ხალხი ამისთვის რომ აბა რა ეფექტს მიიღებენ და ჯერ იმის დათრევა და მე იმის მოსმენა და მე იმის ის და ეს და მე ყველაფერი მე მგონი ჩემი აზრით თავარის მოხდა ის რომ პოლიტიკას უკავშირდება მაინც თუ ამით რომ მოურჩეთ ეს რომ ამერიკის ხმის შეზღუდვას შეწყდა აი ჰელსინკის ხელშეკრულება იყო 76 წელს რომ მასობრივ ინფორმაციის საშუალებებს წვდომა უნდა ქონდეს საბჭოთას ამერიკული საბჭოთა და იყო ერთი პერიოდი რომ 3 წელი ავღანეთში შესვლამდე 3 წელი როდესაც ამერიკის ხმის მუსიკალურ გადაცემებს აღარ ახშობდნენ პოლიტიკურს და იმას აღარ ახშობდნენ და აი წამოვიდა ეხლაც მახსოვს სახელი და გვარები ვინც იყვნენ წამყვანები მიშა ბობხაძე იყო ხო ერთი მიშა ბობხაძე ჯერ აქ იყო მიშა ბობხაძე 80-იან წლებში წავიდა მე მახსოვს პირველად როგორ მოვისმინე პანკი 77 წელს და რას ამბობდა ეს ამერიკის ხმაზე ამბობდა რუსულად იყო ამერიკის ხმაზე ამბობდა რომ ძალიან განიცდიან ამერიკელი მუსიკალური კრიტიკოსების უმეტესობა რომ ძალიან ნიჭიერი ხალხი მოდის ამ ახალ ჟანრში. ან 45 წუთი პანკ მუსიკა იყო კვირაში ერთხელ, იმიტომ რომ ტრენდი იყო მაშინ. და განიცდიდნენ თურმე მაშინ ჟურნალისტები, მუსიკალური ჟურნალისტები, კრიტიკოსები, რომ ნიჭიერი ხალხი მიდის და აკეთებს ნაგავ მუსიკას, ფლანგავენ თავიანთ ტალანტს რაღაც ნაგავში. და ისიც კი მახსოვს პირველი პანკბენდი Dead Boys იყო და ნუ გავითიშე, დავინტრიგდი. მაგრამ всё, ახლა ამერიკის ხმაზე კი მოусმინე, მაგრამ ჩანაწერს ვერაფერს ვერ შოულობ. და მე უკვე რაღაც წვალებით პერესტროიკამდე რაღაცები უკვე შემოდიოდა. თუმცა აი ახლა მე მაგ სახში საბჭოთა Led Zeppelin-ის ვინილი. ეგ არის რომელშია თუ ანუ პერესტროიკა საერთოდ ერთი რა ქართული ალტერნატიული მუსიკა ინფორმით როგორი ფორმითაც ჩამოყალიბდა და განვითარდა არ იქნებოდა რო არა პერესტროიკის დროს ინფორმაციის გახსნა რო არა თბილისში შემოსვლა აი ამ ტურისტების უმთავრესად ახალგაზრდა ამერიკელების ეს კოლეჯის სასტავი იყო უმთავრესად
და ზუსტად მაშინ ამერიკაში ეს რაც ალტერნატივად ითვლებოდა ეს ახალი ტალღა პოსტ-პანკი და ინდი-როკი და რაღაცა უკვე იმ პერიოდში 87-ში ამერიკაშიც მეინსტრიმში შევიდა. აი Q-ა და ხო თუ 83 წელს Q-ა არავინ არ იცოდა ამერიკაში, 87 წელს უკვე ჩარტებში შედიოდა. რეალურად Q-ამ წამოიწყო ქართული ანდეგრაუნდი, ხო? რეალურად კი. და ეს როგორ იყო? ვოლკმენები იყო მოდაში მაშინ. ეს ამერიკის ყვითელი ვოლკმენები კასეტები. ყველა დადიოდა მაგით. და ამ კასეტებს ჩუქნიდნენ. და შემოვიდა. პოლიტიკასში დაკავშირში იძახ ჩვენ რეალობაში ნაკლებად არა შემოსვლა ხო მაგრამ აი ეს Q-აზე რაც თქვი რუსეთში ან მოსკოვში ხდება ეგ არა თბილისში კაცო იყო ესე მე ეხლაც ისიც ვიცი ვის აქვს ნაჩუქარი ეს ისე არა მაგას არ გეუბნები ტეიპები ორიგინალი ტურისტების შემოდინება რაღაცა დონეზე აქაც ხო იყო ისე ვერა ეხლა რა თქმა უნდა ხო და მე თანხმები რომ აი ყველა underground band-ი ვინც აი 80-იანების ბოლოს დაიწყო არ ჩამოვთვლი ყველას ეტყობა Q-ას გავლენა ყველას Q-ას გარდა იმისა აი ტაქსი მე რო ტაქსი ვნახე პირველად უბრალოდ მანამდე დადას რაღაც სტუდენტური ისინი იყო შეჯიბრება რაღაც თვითმოქმედი კოლექტივების და იყო ძალიან მოსაწყენი რა ეს რაღაც GP-ის რაღაც ბენდი რაღაც უნივერსიტეტის აი კონსერვატორიის ასახვებთან რაღაცა ყველას ჰქონდა თავის დარბაზი კლუბები მაშინ ყველა ორგანიზაცია ვადოყვებოდა კონსერვატორიის ასახვებთან ქიშოს ტუსოვკა იყო რაღაც ის იყო არა ეს ნარგიზი კაფე ხო ეგ პირველი პანკსლავი კახაერის და ჯორჯისენი მანდი კრიბებოდა ქიშო მაგადგან გავიცანი ეგენი ჩემი მეგობრები ხო და არა იქ იყო და რა გამოვიდა მე რაღაც ბენდი უნივერსიტეტიდან და იმღერეს Bob Marley-ის სიმღერა Buffalo Soldier და რაღაცა და მეთქეს ასწორებს რა ვიღაც სამი ბექ ვოკალი ხალი და ეს დადას ესე სიფათი ქონდა რომ მე ვიცანი როცა 88 წელს უცხოენებში კონცერტი იყო ქიშოს უკვე ვიცნობდი და ვიღაცა მაგან მითხრა თუ რა მოდიო კონცერტი უცხოენებში და გამოვიდა და ეს უკვე 88 წელია ან 7 წელი ნუ არ ვიცი მე ვარ ნა კონცერტზე ხო და ბიჭო მივხვდი რომ მეთქი ხედავ შენ ესენი უკვე მეინსტრიმში და კლასიკურ როკში აღარ არის და აშკარად ეთყობოდა ეს რაღაც რიტმი იყო თოკი ჰეცი ქონდა უკვე მოსმენილი ტიპს ეს ქონდა ტიპს მოსმენილი ანუ და ეს უკვე ანუ საინტერესო მანდ რა არის ხე გასაგებია რომ ესეც მოხდებოდა აბასხონარდ როგორ მაგრამ ეს ტიპები ძალიან თავა რაღაცას მიხვდნენ გააცნობიერეს თუ ვერ გააცნობიერეს ანუ თავის დავნებურად მიხვდნენ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას როდესაც შენ უკრავ ეს რაღაც მეინსტრიმ ჟანრებს როკ მუსიკის განწირული ხარ ქართულად ვერ იმღერებ ნუ სისულია წახნაგოვანია თუ ის სხვა სტრუქტურებზე ზის ეს არის ანგლოსაქსური ფოლკლორის შეჯვარებული რაღაც ამერიკული რიტმებულუსთან და ამიტომაც იყო რომ ყველა ეს ქართული სიმღერები რომელიც ერთგულები იყვნენ კლასიკური როკის ჯერ ეს ერთი ჟღერდა როგორც სუროგატი და მეორეც ჟღერდა რაღაც ამიტომაც ჟღეროდა არასწორად და თურმე აი ეს რასაც ალტერნატიული როკი არც იყო ტერმინი 87-ში შემოვიდა იქაც college rocker ქვა და იქ რაღაცა ახლა თურმე ეს იძლევა საშუალებას რომ შენ პონჩი იყო რა თუნდაც ის რაღაც კარგი ტექსტი დაწერე ქართულად რომ ისე იმღერო რომ მოერგო იმიტომ რომ არ არის კლასიკურ იდიომებზე დაყრდნობილი რომელიც ეყრდნობა თავის წარსულს ხადურ აი ეს მომენტი იყო კარგი ხო და როგორ ფიქრობ ქართული როკი ნაპოვნი გვაქვს თუ ჯერ არა თუ აწი უკვე გვიანია ეხლა უკვე გვიანია ეხლა გეტყვი რატო იმიტომ რომ ეს ხა რამდენადაც არ უნდა ვეძახოთ ქართული როკი პოსტ-პანკი არის გადმოქართულებული და არა მე უფრო მეცქოდი პოსტ-პანკის მხოლოდ ერთი სიფტყე კი ბატონო პოსტ-პანკი ძალიან ის პოსტ-პანკი რომელიც აქ მოდაში გახდა მე დიდად ძალიან მალე მომწყინდა მაგრამ პოსტ-პანკი იცი რატო გახდა აქ ესეთი მოდური რატო ну გასაგებია რომ ახლა უყურე საინტერესო რომ Q უკვე მეინსტრიმშია დასავლეთში даже ეკოენძი ბენემენის მეინსტრიმშია სმიცი უფრო ადრე შემოვიდა შალვა ხახანაშვილის გერმანელმა ცოლმა კასეტა გამოუგზავნა და არ მოეწონა სმიცის გავლენა არავის არ ეთქობა იმიტომ რომ სმიცი რთული დასაკრავია და სმიცი ძალიან ანგლოსაქსურია ეს კიდე მომენტია ცოტა ვოკალის ნაწილში ვოკალი ხო და რატო გახდა იცი იმიტომ რომ 90-იანმა წლებმა განაპირობა აი ეს ობსკურული რაღაც ბნელი ათიანწლები აი ამ დეპრესიული მდგომარეობა რაც მოდის ბრიტანული პოსტ-პანკიდან მოერგო
და აი ეს სიხშირეები დაჭდა აკუსტიკური ხასიათი. თორე ახლა იქ რო რობერტ სმითი ტიროდა თავის შეყვარებულზე, აქ ხალხი ტიროდა რომ ხვალ მოვკვდები თუ რა გვემართება. ანუ ხვდები ხო, ანუ სიმძაფრე და დრამა აქ მეტი იყო და ეს რაღაც რეზონანსული გახდა. და ახარც დაიწყეს, აი ცუდი რა იყო, იცი რომ ახარც დაიწყეს ძიება იმის იქით რა ხდებოდა თუნდაც იმ პოსტბანკში. მე რო გოტიკა შემოვიდა, ჩეხმა შემოვიტანა ირჟიში მიჩეკმა როგორ მახსოვს. ხო და თანამედროვე პირველად მაგან წმინდა ქართული აღარ არსებობს. აღარ კი არ არსებობს. რა არის? ქართული როკი რო დაუძახო, უკვე არასწორია, იმიტომ რომ როკი თავიდანვე არ არის ქართული. ხო? გავიგე, მაგრამ აი რა არის ქართული? მაშინ ახალი დეფინიცია უნდა მოიგონო, როგორც ხალხურს გაანებე თავი. თანამედროვე ქართული მუსიკა რა არის? თანამედროვე ქართული მუსიკა არის, რაც რეალურად არსებობს და აკეთებს ხალხი. აი რა ვიცი მე, რა უამრავი მე ეს კოვიდის დროს ვნახე, თვეში გამოდიოდა 20 ალბომი და რეალურად შეგვიძლია ჩავთვალო რაც აქ იქნება ეგ არის, მაგრამ ეგრე ხო გასაგებია. მაგრამ შენ ამბობ რომ აბსოლუტურად თვითკმარი რო იყოს? ხო. არ ვიცი. ცოტა ჩარკვიანია სადღაც ეს არ შეიძლება გავიდე. ხო, მაგრამ ჩარკვიანი მოდის რასაც ვაპარაკობ. არა, მოდის ერთია, მაგრამ რაღაცა ქართული მოტივი აქვს. ჩარკვიანს აქვს ერთი პლუსი, სხვასთან ყველასთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ დიდი თაყვანისმცემელი მაგის მუსიკის, მაგრამ ერთი პლუსი აქვს, ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი, რამაც გახადა გიმფიგურად, რაც გახადა. ანუ ჩარკვიანი აპელირებს თავის სიმღერებით მუსიკით სწორედ აი ამ თავის კომუნიტის. ჩარკვიანი იმიტომაც დაევასა ყველას, რომ ნიკო ნერგაძემ თქვა ყველაზე ზუსტად რა. აბა. ნიკო ნერგაძემ თქვა, რომ ჩარკვიანი არისო, მათ თანამედროვე თბილისელი ფოლკ აშუღი თუ რაღაც. აი რაღაც ძალიან ოღონდ უკვე 90-იან წლების და ოღონდ ის იმ გამოცდილება გავლილი, რაც მან გაიარა ალტერნატიულ შეკებში. იმიტომ რომ მაგის სხვა სფეროდან მოვიდა. იქ რო წავიდა გერმანიაში ალბომის შესაწერად, რატო არ წაიყვანა თავის ძმაკაცები? ყველა მუსიკოსი იყო, ანრი ბასა, რატო არ ესენი წაიყვანა? იმიტომ რომ მას უნდა და სხვა სივრცეში შესვლა. და გამომდინარე იქიდან რომ ტექსტთან მუშაობა იცოდა. იქ ვიდეოებში ჰაბიტუსიც იმუშაობა, ტექსტთან მუშაობა. ხო, იმიტომ რომ ვინ უნდა წაიყვანა? აი, ვინ უნდა წაიყვანა მაშინ? სხვას ვერავისაც ვერ წაიყვანდა. მით უმეტეს მეგობრობდნენ და მით უმეტეს ხო, ბევრად ახლო მეგობრები ყავდა. ახლო მეგობრები ყავდა, მუსიკოსები თან და უფრო კავე ჯოზეფა ძალიან მიყვარდა, მაგარი ბიჭი და რაღაცა, მაგრამ აი ჯოზეფა სტუდიაში ხა უამრავ ბას-გიტარისტი პოვიდა თავის მეგობრებს, რომელიც უფრო ტექნიკურად უფრო სწორედ ჩაბარა, იდეაში ვერ ჩაჯდებოდნენ რა. ანუ ეს მნიშვნელოვანი მომენტია და ეს ჭკვიანი კაცი იყო, ტექსტთან მუშაობა იცოდა, სიტყვა, ანუ რა არის, იცი, როდესაც შენ ქართულად ვერი ხარ, იცი რა, წახნაგოვანი რო არ გამოჩნდეს, ან ძალიან მაგრად უნდა იცოდა, ან პოეტი უნდა იყო, ან უნდა იქონდეს რაღაც სხვანაირი ბექგრაუნდი და მაგას ეს ბექგრაუნდი ქონდა. ჩარკვიანს ქონდა პოეტური ბექგრაუნდი და რა მუსიკალური. მუსიკას ეთყობა მაგისას რო არა აქვს მუსიკალური ბექგრაუნდი. გაიგე შენ, ხო არა. მაგრამ ნუ იმაზე არა. ამიტომ რომ მარტი მაგრად რო დაშალო ახლა ჩემზე კარგად შენ იცი რომ მარტივია ეს ყველაფერი. ხო, მარტივია ესე სხვისთვის. ხო, სხვისთვის. თორე კაი, გადმოსახედიდან არის მარტო რა იტყვიან რომ აგე ძმაო ერთი აკორდი აქვს სულ ჩარკვიანს გააკეთე ერთი აკორდია Velvet Underground-საც აქვს კაი ლადოს ფაქტორი ხო აი ლადოზე მე შემეძლია ცალკე თქვა კონკრეტულად დადა კი მქონდა მოსმენილი უკვე ქიშო ხომ მქონდა ქიშოს ყველაზე ადა ქიშო საერთოდ ლაქაში ყველას გავივლი ქიშო რო ლაქასში მღერის იმ თავის პირის გარმონით ანუ ეს დილანსაც არ გავს სპრინგსტინს აქვს ფილმზე ალაპარაკი ვინც არის ლაკა ხო ნებრასკა აქვს სპრინგსტინს ალბომი რომელიც აკუსტიკურ გიტარაზე და პირის გარმონზეა ჰარმონიკაზეა ჩაწერილი და ეხო დილანისტი იყო ქიშო მე ეგრე გავიცანე როგორც დილანის ფანი და მე დილანის პერიოდი მქონდა 82-ში და ქიშო რო ნახე მე არაფერი არ ვიცოდი ქიშოსთან შედარებით იმას ყველა ალბომი ქონდა უკვე 80 ყველა ქონდა კაც ვინილი და მაგრამ სპრინგსტინის გავლა ანუ აი სიმღერა რომელსაც ლაკაში მღერის მე რაც მომისმენე ყველას ჯობია არის კიდე ერთი საყვირი რო აღარ მახსოვს ის რომელი სიმღერა 90 წლებში მაგრამ აი ეგეც იყო რა ანუ ტიპი მეინსტრიმშია ანუ ხა სპრინგსტინი არ არის ის მეინსტრიმშია წმინდა წყლის ამერიკანას უკრავს მაგრამ
ქართულად უკრავს რა მასტი. აი რაღაც ესეთი რაღაცა პირველი ინტრიგა ეგ იყო. მე იყო დადა რომელიც მიხვდი რომ საუნდი შეიცვალა და ამას პერსპექტივა აქვს, თორემ მე არ უსმენდი. არანაირ ამ ბერმუხას და იმის კონცერტებზე არ დავდიოდი, იმიტომ რომ ეს მიმაჩნდა ეს იყო სუროგატი და რა ორიგინალს ატომ მოусმინო ხა რაღაც სოლო. ხო, მაგრამ ეს ხო რაღაცა ნაბიჯები იყო, ხო რომ იქამდე რომ ეს ბერმუხა რო არ ყოფილიყო, დადა არ იქნებოდა. შეიძლება, მაგრამ ეს იძახის ბერმუხას აი ეს კიდე შენ ხა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა თქვი. რა სხვაობა ქართულ რატო ვერ შედგა? აი რაც შეკითხვა დასვი. ეს როგორი კულტურა ხა რომ დააკვირდები, მემკვიდრეობითობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ის რაც მოხდა ამერიკაში და ინგლისში, ის რაც მოხდა 80-იანებში, ამას წინ უძღოდა 70-იან წლების მიწურული. იმას 70-იან წლების მიწურული მოხდა, იმიტომ რომ რეაქცია იყო აი რაღაც პომპეზურ კლასიკურ როკზე 70-იან წლების დასაწყისის. 70-იან წლების დასაწყისის ეს ნარცისიზმი, რეაქცია იყო 60-იან წლებში რაც ხდებოდა და ანუ ეს მემკვიდრეობითობა და ჩვენთან სად იყო ეგ? ჩვენთან ვაფშე მოწყვეტილია კონტექსტი. არა, მემკვიდრეობა ჩვენ ხო არ გვაქვს. არ არის რა. რუსეთში კიდე არის 70-იანი წლებიდან არის ნამდვილად. მაგრამ აქ ესეც არ იყო. აი ეს რაღაც უცნაური რაღაცა არ იყო და ანუ ეს ხალხი ამ ხალხს არ ქონდა მაგალითი წინა ქონდა როგორც პერსონა. ეხლა ბაჩი კიტიაშვილის მუსიკა მე მომწონს თუ არ მომწონს, რა მნიშვნელობა? კაცს დღე და ღამე კგბ-ში დაარბენინებდნენ. და მასდი რისკავდა თავის ცხოვრებით. ეხლა ესე არ არის რა. იქ ერთია რომ შენ იქ რაღაც უბერავ და რაღაც ესე ძიმე მუსიკა 72 წელი სადაც მახარაძეში ეხლა ოზურგეთი რო ქვია. ხალხმა სკამები რო დაამტვრია. მე ვიცის ხალხი ვინც იმ სკამები დარბაზი დაამტვრიეს. ეს უკვე შარია რა. და მეორეა შენ უკვე პერესტროიკის დროს რო აკეთებ, როცა პირიქით ეხლა ეს ცოტა სხვა მომენტებია, მაგრამ წმინდა მუსიკალურად ის გამოცდილება ამ გამოცდილებასთან კავშირში არ არის. ლადოზე ვიტყვი იმას, რომ რადიოში მოვისმინე, ლადოს ვიცნობდი უკვე კარგად. პირადად ვიცნობდი, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ქართული მუსიკა დიდად არ მაინტერესებდა, მაგრამ რადიოში დარეჯან გულიაშვილის გადაცემაში რომ მაცა მოდი მალე მაშინ იმღერა 88 წელს. ვაუ. აი მაშინ მე მივხვდი რომ აი ეს უკვე ანუ რას მივხვდიცი რომ იმპულსი და ინსპირირება კაც მიღებული აქვს გასაგებია როგორც ფორმა მუსიკალური იქიდან, მაგრამ მეორე მხრივ იდეა რა სიმღერას რატომაც წერს ყვებავს ის გარშემო რეალობა და ეს ტრავმები რაც ეს ხალხი ყველას იღებდა. აი დააკვირდი, ეს არ იყო ქართულ მუსიკაში. ანუ ქართულ მუსიკაში არ იყო ტიპი რომელიც ეს თავის ტრავმებზე რომელიც თვითონ გადახდა. ეხლა ჩემი თაობის ხალხი მე არ ვიყავი პანკი და ის, მაგრამ ორჯერ მე გადამაგდეს კინაღა მაჭარის წინ ვიღაც ღამე ტიპს არ მოვეწონე ვიზუალი თმები და კინაღა მაგდე ეხლა ეგენი რა დღეში იყვნენ, ხო და ეხლა ეს ხო იყო ღირებულება ქალაქის და ტიპებმა პირველებმა ეს თბილისის სიმღერები ხო იცი მზის და ვარდების ქვეყანა და სადაც გინდა იგი ლოცე და აი სადაც გინდა იგი ლოცე არის ნაბოზარი ქალაქი ბნელი მხარი და დედას გიტირებენ პროსტა რა თუ შენ არ ხარ იმ პონჩი რა პონჩიც უნდა რომ დაგინახოს ზუსტად მაგა დაანახეს ეს თბილისი რაც მანამდე არ იყო ვაფშე ვაუ მაგარ ხო და ეს რო წამოვიდა უკვე და ეს ერთია რომ შენ ამის თქმა გინდა და მეორე ამაში როგორ ახორციელებ მუსიკალურად აი რეცეპტის პირველი ინკარნაცია რაც იყო 91 წლამდე ეს იყო პიზდეცი მე 99 წლის კონცერტი უცნაური კონცერტი 9 აპრილის შემდეგ ყველა ქიშო იყო ავანჩავანი ამ ყველაფერს და რაღაც როკ ორგანიზაცია და ბუღალტერი უნდოდა და რაღაც დადიოდა იქ და რაღაც რატო იცი რომ ხედავდა რა ხდებოდა რუსეთში და უნდოდა რომ ანალოგი გაეკეთებინა იქ უკვე გაპიარებული იყო ეს მუსიკა ტელევიზიით რუსეთში აი ხა 99 წელს Sonic Youth იყო ჩასული მოსკოვში. კიევშიც, მოსკოვშიც, პეტერბურგში. სიგიჟე просто რა. იცი რამდენი კაცი დაესწრა მე? 100. ხო, მაგრამ ვიღაცეებმა ხო ჩამოიყვანეს. კიევის კონცერტი არის გამოვიდა შაშა. მართლა. კიევის კონცერტი Sonic Youth-ის, რომელიც იქ ჩატარდა, აღადგინეს კარგად თან, ლეიბლმა გამოუშვა Sonic Youth-ის. და ჩამოვტვირთებე და ასწორებს. ისინიც რომ ჩამოვიდნენ, ასე ხარ ახლა. ხო, Sonic Youth სხვათა შორის ეგ Sonic Youth-ი რომ ჩამოვიდა, ეგ ტელევიზორში თქვეს მოსკოვზე. თქვენს და ეს როგორ მომდე Sonic Youth-ი რომ გაგებული გაქვს და რო არ გაქვს მოსვენილი. ეგეთი იცი რამდენი იყო 90 წლებამდე. აი ეს Husker Du, Minutemen, აი ეგეთი ისინი
ბიჭო ვიცოდი, მაგრამ ვერ შოულობდი რა. ჟურნალებს ყიდულობდი ამერიკულ Rolling Stones 15 მანეთს ვაძლევდი ეს ახლა ჩემთვის უზარმაზ. ეხლაც მაქვს. ჩემთან რო სახში მოხვედი, ეხლაც განახები. ლორი ანდერსონის ლაივზე რო რეცენზია წერია და ლორი ანდერსონი ვიცი, მაგრამ წადი აბა იშოვე და სად იშოვე, ვის ჩამოვა, არავის არ აინტერესებს. არ არის ტირაჟირებული. კიო უკვე არის მედნესი არის, ესენი არ არის ტირაჟირებული. ხო და ეხლა ეგეთი მომენტი იყო, ამიტომაც იყო გავლენა შე რო თქვი ქოსი, რაც შემოვიდა იმის გავლენა იყო რა. რაც შემოვიდა იმის გავლენა იყო. რამდენი ლინკი გაქვს მოსაწიებელი ხარ? ხო და აი ეს და ეს 9 აპრილის შემდეგი კონცერტი ეს რატო არ ელაბარაგა დაწვრილებით ეს უნიკალური შენზე ამბობენ რომ პუბლიცისტი არისო და მართალია ხო ეს მე კრიტიკა და მე ახლა ერთ რამეს გეტყვი მაგაზე ვიტყვი ახლა საერთოდ მიმაჩნია რომ 21 საუკუნეში მუსიკალური კრიტიკოსი ჟღერს უკვე როგორც რაღაც ნეგატიური კონტექსტი აქვს რა იმიტომ რომ არანაირი კრიტიკა იმიტომ რომ გააზრება თვითონ კრიტიკოსის არ გვაქვს სწორი მე არა აზრს კარგავს იცი რა კრიტერიუმები უკვე ისი არეული ეს უკვე ისი არეული რომ ეხლა რა არის შენ თუ არგუმენტი გაქვს ტრეში რატო წამოვიდა ტრეში და აუთსაიდერები და მარგინალები რატო დადის ბელგიის საგიჟეთში ტიპები ვიღაც პროდიუსერები და იქ ვიღაცებს ეძებენ იმიტომ რომ შენ თუ რაღაც мотиваცია გაქვს არგუმენტი გაქვს ხო რაღაცა შენ შეგიძლია ტრეში გაასაღო როგორც რაღაც 10 ვარსკვლავია და ცოტა იურისტობას გავს ხო ანუ ხდები ანუ ბაზრით აწოდებ რა ხო ანუ შენ როცა რაღაცა საკეთე უყურე მე ეს რო პოდკასტი იყო იმის TBC-ის და ანუ დღეს რა არის იცი აი კაი კრიტიკოსი პუბლიცისტი რა პუბლიცისტი კი არ აკრიტიკებს პუბლიცისტი აკეთებს იმას რომ დაგანახოს ის რაც შეიძლება გამოგრჩა ან იმ კუთხით რაც შეიძლება გამოგრჩა ანუ იმის კრიტიკოსის ერთ-ერთი კომპონენტია ხო კრიტიკოსი მე რატო არ მიყვარს გეტყვი კრიტიკოს და მუსიკას ცოდნეს ეს პროფესია რა და ხა მე არ ვარ მაგი პროფესია რა განასხვავებს მე რა ვიცი კრიტიკოსმა შეიძლება ნუ არ ვიცი მე ხა მე არ მიყვარს კრიტიკოსები კინოსიც და მუსიკის მიმაჩნია ყველაზე პარაზიტული პროფესიის ხალხი რომელიც რაც უფრო ბევრს გაატრაკებენ მით უფრო კაი ჰონორარებს იღებენ რა მაგრამ ეხა საერთოდ კორუმპირებულია ხო მთელ სოფლიოში ეგრე ვინც გადაუხდის ფულს იმაზე იტყვის კარგს ზუსტად აი მე ხლა ჩემი გადაცემიდან გამომდინარე როგორც მინიმუმ 7 მუსიკალური პლატფორმა მაქვს და ყველა თავისას აწვება რა მაგრამ ყველას თავის არგუმენტი აქვს მაგრამ თავარი ფუნქცია დღეს რა არის აი გინდაც პუბლიცისტი და გინდა კრიტიკოსი რომ რაღაც ისეთი დახურული კარები რომელიც არის და რომელიც ჯერ არ არის ან გაბაზრებული ან გამოგრჩა ან შენ იცი რაღაცა მაგრამ არის იმ დღეს ხო იცი რამდენი რამე იწერე შენ შეგეძლია ეს შეიყვანო ეს ხალხი და აი ეს აღმოვაჩინე და მაგრამ დასწორებს და ეს ხო როგორც კურატორი ხო ამიტომ გაგისწორდება და თუ არა და გამოიხურო და მეორეს განახებ მესამე ჩემი გადაცემა მარტო ამაზე დაწყობილი მეოთხეს მეხუთეს განახებ და როგორც აღმოჩნდა ყველა რაღაცა სპოილერს რაც მანამდე არ იცოდა რატო არის რომ დღეს ყველაზე მაგრად ყვავის ლეიბლები რომელიც 70-ან 80-ან წლებში აი პატარა 200-300-ით გამოსულ ტირაჟირები რომელიც სულ ვერ მივიდა. ახლა მარტო კაი მუსიკის ჩაწერა კი არ არის, ხა იქ პრომოუშენი უნდა, ფულიშადება უნდა, ტურნე უნდა, რადიოში უნდა. ამას ხალხი არ აკეთებდა ყველა. აი ეს არაფერი არ იქნება და კი ჩაუწერეთ რაღაცა, მაგრამ всё. და დაიწყო ახლა დღეს ლეიბლებია გახსნილი. აქ არ არის რომ ვიღაც ლეიბლებია გახსნილი, რომელიც ეძებს ასეთ ალბომებს და რერელიზებს აკეთებს. და რა შეუნა ნახო რა და მეც აღმოვაჩინე ესეთი რაღაცა რომ თურმე რაც მე მაგარი პონტი მეგონა ეს просто ტირაჟირებულია რა მეტი არაფერი და ის აი პროლეპს რაღაც ბენდი რომელიც 92 შექმნა იცი არა პირველად ლეისტერიდან პროლეპს რომელიც სამედიცინო ტერმინია ცუდ რაღაცას ნიშნავს ხო პროლეპსი არის ლეისტერიდან ბენდი პოლიტექნიკური სტუდენტები 5 ტიპი და 99 წლამდე მუშაობდა ალბომებს წერდნენ რა 5 ალბომი აქვს ჩაწერილი დაიშალა და ახლა წელს რა არის სახელის მიხედვით პანკი უნდა იყოს არა გეტყვი რაცა და 2 კვირის წინ გამოუშვეს ახალი ალბომი ხა ეს ძველი ხო არ ვიცოდი ნუ სიახლეებში ვნახე იქ რო წერია მეთქისად დავიშოკე პროსტა ახალ დავიბრიდე პროსტა ძველზე იძახი ძველ პერიოდზე მაგრამ ძველი პერიოდი არ არის ესეთი მაგარი და ძველი პერიოდის მე გადაუსვინე დაწურილებით არა მაგრამ
ანუ ტიპები აკეთებენ რა მუსიკას, იცი, რომელიც მერე შემოვა მოდაში. ანუ ტიპები მაიღეს ეს რაღაც ინტენსიური რაღაც ინტენსიური რაღაც ინდუსტრიალ პოსტ-პანკი კრაუტროკთან ეს მოტორიკ რიტმზე და ორი ვოკალია. ტიპი არის ძალიან ბრუტალური და ეს არის საუნდი, ნოიზი არ არის, მაგრამ ეგრე ისმის რა, ორი გიტარაა. და გოგოა, რომელიც ის არის, გოგო ვითომ პაპსავიკე და ტიპი ვითომ ბრუტალურია და ერთ სიმღერას ისე ასწორებს, გავითიშე რა და ეხლა ესეთები რამდენი ყოფილა, იცი, ეხლა აი ჩემი ბოლო 7 წელი ყოველ კვირა იპოვი რა. როგორ ეძებ მუსიკას, სად ეძებ? აი ჩემი საიტები, რომელიც ჩემთვის ყველაზე მაგარი მკვლევარი იყო, 2 წელია გაკოტრდა. მაინც გაკოტრდა ინტერნეტი. ეს იყო underrated music, რომელიც იყო პროსტა სიგიშე რა. ანუ იქ იყო ეს თან underrated music რატო იყო კარგი, იცი, რომ მარტო ანგლო-ამერიკულ სივრცეებში არ იყო. იტალია, ესპანეთი, აფრიკა მარტო ლეიბლები მარტო აფრიკულ მუსიკაზე მუშაობენ. საერთოდ რა არის ეგეთებიც. ან და რაღაც პერუს რაღაც ეს სტრან მასტები, რომლებიც რაღაც ვერ გავლენ რა, ეხლა ესე მარტივი არ არის და დღეს ამის საშუალება არის ინტერნეტში დეფამას. და უსმენ რა. და ეხლა ჩვენ ამიტომაც ვამბობ, რომ ეხლა თუ ვიღაცას რაღაცა წვდომა არის, რაცაც pitchfork-ში წერია რაღაცები, წვდომა ხო და რა, ეხა რასაც იხარ, რომ ხალხსაც რო გაუზიარო რა. თუ არა ბაზარ. არის რომელიც ყველა მიცის ეს NPR რაღაც, რომელიც ასწორებს. NPR კაია. All music არ არის კარგი, სხვათა შორის ეს მეტაკრიტიკიც არ მოწონს. კვაიატუსი კარგია. კვაიატუსი მანჩესტერის საიტი და ძალიან კვაიატუსი პრინციპულად არ აწვება მეინსტრიმს. კვაიატუსი შენ ვერ ნახავ იქ. სხვათა შორის ფალფი იყო ეხლა. ფალფი კი არა, ვინ გამოუშვა? სუედმა გამოუშვა ეხლა ალბომი. კაია სხვათა შორის. სუედის ალბომი იყო ახალი, მაგრამ ის არ აწვება, აი იქ მაგალითად ვერ მოხდება სპრინგსტინი და რაღაცა რა. ძალიან კარგი, იმიტომ რომ სპრინგსტინი საკმარისი არის. ხო, ვერ მოხდება. არის ეგეთი, მაგრამ ის მე ეს ბოლო 5-6 წელი ყური რაღაც ცხანაირად გამივარჯიშდა და მივხვდი რომ ამ მესამე და მეოთხე ქვეყნებში არანაკლებ მაგარი მუსიკა იწერება რა. დღეს TikTok-ში გადავაწყდი ვიღაც ბრაზილიელი ტიპი ბაზრობდა რომ ძალიან მაგარი ჯგუფი აღმოაჩინე ბრაზილიულ მუსიკას გავლენა აქვს რა და ბელორუსული ჯგუფი საიუზ. ხო. და მოусმინე რაღაცა აი მართლა ცოტა რაღაცა მობრაზილურ მოღონდ აი დღევანდელ დღეს ინდი რაღაცა საუნდი კი ეგენი ძალიან მაგარ აი ეს რომ არის ნიეგენიგერო უგანდაში ლეიბლი ხალხი საფრანგეთიდან ჩადის და იქცერს ეს არის პროსტო რაღაც ეს არის რაღაცა ტერორია ყურზე რა და რაღაც თავი დენსისინი აქვს სინგელი და ისინი 14 წლის ტიპები აკეთებენ რაღაც სათამაშო კომპიუტერებზე ეგ ვაფშე სტრანდი რა აი excited გაკოტრა და ფრანგულიდან ეგ ტიპი გავიცანე საფრანგეთში რო ვიყავი ერთმანეთს მიმოწერა ქონდა და ვლადიმირი ქვია ფრანგია რომელმაც აი ეს ვინც ესენი წამოვიდნენ ახლა ეს მალიდან რო წამოვიდნენ და ეს კონგო თურმე კინშასას მოძრაობა და რაღაც პოსტროკებს აკეთებენ ოღონდ რიტმები ხა იმათ ბევრი აქვს რა ძებნა იქაც კი გაკოტრა საფრანგეთში და ფილმებზე გადავიდნენ ანუ ეს არ არის მაინც ის მაგრამ ლეიბლები არა ბელგია კრემდ და ის ლეიბლები რა ვაფშე ხეცი ხო და აი ხადურდა ბოდიში გაგაწყვეტი გამაწყვეტი რა უნდა პოპს უსმენ ვაფშე ბიჭო გააჩნია რა აი რას გააჩნია აი მე გეტყვი პოპმა რა აიღო პოპმა ძალიან ბევრი აიღო აი ის რაც 35 წლის წინ რაღაც ექსპერიმენტად და რაღაც არაკომერციულ რაღაც მუსიკად ითვლებოდა რაღაც ატონალური თუ დისონანსებს ხო ეხა ჩაოლო პოპი დღეს ამას უკვე იყენებს როგორც იმას რა შაქარყინურს რა მაგაზე მე გეტყვი აი 2015-ში 16-ში ინდი აი მაგდემარკო ვიღაცები რო გაიჩიდნენ და მაგათი საუნდი დღეს არის ჩაოულებრივად პოპში კი მაგრამ მანდ რა არის იცი რომ ბიჭო მაგ ტიპს ადამიანს ტიპს გააჩნია რა აი არიან ვიღაცები ეს ინგლისშია სხვა და ამერიკაში იშვიათად აი ინგლისში არის გოგოები უმთავრესად ბიჭო უსმენ და ეხა კი პაპსა აი მე რასაც ვერ ვიტან რა даже მაგასაც ვიტან ხანდახან იმ სიმღერებში ეს ავტოტიუნინგს ვერ ვიტან არა ავტოტიუნინგი არ შემიძლია ზოგში არის ეგ მაგრამ ბიჭო ისია რომ მაგრამ რომ შეხედავ მე ერთი 22 პროდიუსერი და ეგ არის როგორი პროდუქტი იცი აი
პროდუქტი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, აი კალბასი და ეს აი რაღაც ეგეთი პროდუქტი. კი. სალამი რა. მაგრამ პირიქითაც არ მოხდა, აი რას გეუნები, ნახე. გაპაფსავება? გაპაფსავება არა, ნახე, აი 90-იანებში პაფსა რაც იყო და ჩვენ აი კატეგორიულად წინააღმდეგ რო ვიყავით, დღეს ჩემთვის მისაღები გახდა. შეიძლება ეგ ნოსტალგია. ერთი, მაგრამ აი რაღაცა ნოსტალგია ერთი და რა არის კიდე იცი? ეგ ვაფშე მაგარი მომენტია, მაგას ჩემ თავს უაკვირდები. და რა არის კიდე იცი, რომ აღარ გაქვს უკვე აი ესეთი ცალმხრივი და რადიკალი. არა ეს რადიკალი აღარ გაქვს. გაიგეშენ. მაგრამ მეორე მხრივ რა არის იცი? მე მაინც ის მენატრება ეს რადიკალური ყური რომ მქონდა რა. იმიტომ რომ მაშინ ვიყავი იდეინი ტიპი რა. გასაგებია ხო? მაგრამ ეს არის მიბული იმასთან. ხო, მაგრამ აი ნახე რომ შეხედო როგორ რა. აი ვიღაცამ დაწერა მუსიკა რომელიც შენ არ მოგწონს. ეგ რაღაც პონჩი შენი მინუსი არ არის რომ არ მოგწონს. იმიტომ რომ იმან გული ჩადო თქვა თამაში შენ უბრალოდ არ გესმის. შენ ხო შეიძლება ჩადგე იმ მდგომარეობაში რომ გაუგო იმ ადამიანს. და მოусმინო და საერთოდ ანუ შეიწუხო თავი იმით რომ გაიგო საიდან მოდის და რატო აქ სენტიმენტი. მაგას რამდენად მოიწონებ კიდე საბოლოო. აი ამის თქვა მით. რამდენად მოიწონებ კი არა. კაი, მოდი ესე ვთქვა. აი ავიღოთ ყველაზე ესეთი ბანალური თემა. ანუ მაგას ახლა მე ვერ შვები რა ყველაფერზე რა. ხო, აი ბანალური თემა ავიღოთ. მაგალითად რაღაც რეზისტანტული საპროტესტო განწყობა გაქვს სიმღერას წერა. ტექსტიც კაი გააკეთე რა სიტყვაზე რა. ჩვენს კი გააკეთე, მაგრამ შენ რო ამას მე აკუსტიკურად მუსიკა ფუთავ. რამდენად დამაჯერებელიას. ანუ რამდენად შენ ისი გადმოცემაც გინდა, შენი მუსიკა ამას ეპასუხა, ამას ხსნის. მე გეტყვი 90% არ ხსნის. განამარტო აქ არც იქ. არც იმ ამერიკაში. აი ეს თელეს Black Lives Matter რო იქნა, ხალხი ციხეებში შევიდა და ეგ დააწერინეს ვიღაც. არის ნაგავი რა. არის როგორც აი კონიუნქტურა რა. იქ რო ვიღაცა გარეპავს და ტიპი რო მილიონერია და კიტი რო იმაზე ლაპარაკობს როგორ ბარიგობს კრეკით თუ მილიონერი ხარ შეჩემა და мама პროფესორი ყავს და დედა ვიღაც ჰარვარდის მასწავლებელი შენ რაღაცა ვაჭრო ხო არ გიჭირს იმას ვიჭირდა იმ 35 წლის წინ ტიპები ყველა ეგრეა და ამით აბოლებენ მასტებს თო იცი რა მაინტერესებს თვითონ ალტერნატიულობის დეფინიცია ეხლა დღეს ეხლა ალტერნატიულის დეფინიცია ალტერნატიული რო იყოს მუსიკა, ნუ რაღაც ისეთი უნდა გააძროს, რომელიც არ ვიცი. აი არ ვიცი. აი იმაში ხო არ არის, ეხლა მაგალითად შე რო იძახი 90-იანების რაღაც აი თუ unlimited-ები და რაღაც ეგეთი მოტექნოლოგიები. ანუ დღეს რო წამოიღო, აი ისე გეუბნები დღევანდელ სინთ თუ რა ქვია ელექტროპოპი, აი ხა დღეს თქვა დორიან ელექტრა ჩარლი იქსი, რაღაც ჯეიმს ბლეიკი. ეგ არის ალტერნატივა შენი აზრით? ეგ არ არის ალტერნატივა. პოპის ალტერნატივა ხო? არა, პოპი რა არის? მოდი, ეგ დეფინიცია დღეს პოპი რა არის? ვაფშე როკი რა არის რო დღეს? ხო და მაგას გეუბნები რომ ამბობენ ჟანრები რა საერთოდ აღარ არსებობს. არ არის. უკვე როგორ აიზილა. იცი ჩვენ უბრალოდ ეს ახალგაზრდებმა არც იციან ეგ დეფინიციები. აი რაში არის? და რაში რატო უნდა იცოდე? არ უნდა იცოდნენ მაგას გეუბნები, იმას კი არ გეუბნები რომ პოსტკლასიკა, ნეოკლასიკა. მაიცა ესა ნეოჯაზი, ეს ჯაზი, მე აღარ დავსდები მაგას ჯაზი. რასაც ყური იჭერს. ვაკური მუსიკა ხო სხვანაირია. ცალკე მუსიკაა. ვაკურს რას ეძახი? აი, არის სირასაყვა. თბილისში ვაკის მუსიკა ხო ცალკე არის. ეხლა ერთი ისტორიას მოვყვები, ჩემი ახალი. ჩემ ერთ მეგობარს, სულ მეგობრები ყავდა იქ. ამას ძველ დროს ყვები რა, ბავშვობის. ბავშვობის რა, ნუ ყრმობის. შეიძლება პირველ კურსზე ვარ, არ ვიცი. წამიყვანა რა ერთხელ რა. აი მე მოგულავე მასტებს, სადღაც მაშინ ბარნო ვიყო, ეხლა აბაშიძე აქ. კავსაძიდან ხო. გონებაში ვიკრო მე ამათან მეორედ აღარ მოვალ მეთქი რა და ტიპები ისე სერიოზულად ლაპარაკობდნენ ისეთ სირობებზე მაგრამ როგორი მომენტია იცი მუსიკალურ პონჩი მაგრამ როგორი მომენტია იცი დღევანდელი ყურით ისინი თავად პონჩი მართლები იყვნენ მაგრამ იმათ მარტო იგევასებოდათ ის მიუღებელი იყო მაგას ეს არის ეხლა უყურე შენ გაქვს სასწორზე ჩვენც მაგას არ ვბაზრობთ ზუსტად შენ გაქვს სასწორზე არის ტიპი მაგალითად შენ რაც არ უნდა თქვა ეხლა რომ ერსინდენ ფაია არის სირობა და ერსინდენ ფაიას უკვე ისევ ცნობდი და ისე მეზიზღებოდა რომ იქ ვაფშე ბამბებს ვიყურეთ ყურებში და რაღაც ეგეთი პონტი თავის დისკო პონტი ცერონი და რაღაცები თქვა ხო და მაგრამ
მე რო ეს მეზიზღებოდა, სათო ეს მიყვარდა და იმას ის იზღებოდა, რაც მე მიყვარდა, მაგრამ ცირა რაც მე მიყვარდა, განსხვავდება, იმიტომ რომ იმან კულტურა შექმნა და ამან რა შექმნა, არაფერი, შოუ ბიზნესი. აი მოდი ამაზე. ვერ ეტყვი ხა იმისთვის ეგრეა, იმის გადმოსახედებს. არა, გავიგე, მაგრამ დრო ხო გავიდა. მერე? დრო ხო გავიდა რა. დრო ხო გავიდა და ეხლა ეს birthday party 82 წლის დღეს რო უსმენ, ანგრევს დღესაც რა და ბიჭო, ეს კინოებიდან და იმას ასველებს დღემდე. სადღაცას მე მგონია რომ ლეიერებშია სხვაობა. იმას რაღაც ლეიერები აქვს, აი ბექგრაუნდი, რაღაც პრობლემები. ხო, იმის სამყაროს უხდება ეს მუსიკა, შენ სამყაროს არ არის. არის მუსიკა, რომელსაც ფენები აქვს. გავიგე შენ, ანუ მე საწენახდო კი არ მაქვს იმათი. ჩემი დამოკიდებულება მაშინ ამისი, ეს კი არ გეუბნები რომ სწორე იყო. მაგრამ ასწორებს რა. ანუ როგორი მომენტია. არა, მე მესმის შენი მიდგომა გევასება. შენი მიდგომა იყო illuziები, მაგრამ ეს illuziები მუშაობს. შენ გინდა რომ გული აგიჩქაროს და იმას უნდა რომ რაღაცა მოელამუნოს. არა, იმას შეიძლება ამაზე უჩქარებს გული. ეხლა მაგაზე არ არის საქმე, მაგრამ მე ცოტა სხვა რამეს ვამბობ რა. იმის ამოტივტივება მერე იწყება რის ხარჯზე, იცი რომ მაშინ იყო, აი ეს მიახლოებით რას გავს, იცი? 79 წელს ეს ამერიკული ფეხბურთის თამაში იყო და გამოვარდა ვიღაც DJ კლივლენდელი და დაწვა ყველა დისკი, ანუ ამერიკული ფეხბურთის შესვენებაზე ტაიმ შორის მოიტანეს რაღაც რამოდენიმე 1000 დისკი. და საჯარო დაწვეს მოედანს ეს YouTube-შიც არის, რომ დისკო საქს ბაიკებით გამოვიდნენ, რომ ეს იწვევს დეგრადაციას, აი ის მუსიკა რაც აქამდე მოვიტანეთ, აი დეგრადირებულია და რაღაცა. დღემდე ამაზე ბოდიშს ახდევინებენ და დღემდე ბოდიშს ხდიან და დისკოებს ხუთ ქულებს უწერენ რაღაცა. იმ დისკოს უსმენ და რამოდენიმე ნიმუშის გარდა, ნაილ როჯერსის გარდა, შიკის გარდა, სილვესტერის გარდა, ეს კეისი შანსონები მართლა ნაგავია რა. კაი, დღეს არ არის დისკო? ანუ დისკოს ანალოგი დღეს რა არის? მოდური დისკო. ის ელექტროკლეში დისკოა, ჩემთვის დისკოა. ვითომ ხო არ არის და საიმონ რეინოლდსმა დაწერა რაღაც ძალიან ინტელექტუალური წიგნი, მაგრამ ნეო დისკოა რა. ფუტურისტული და აი სიტყვა მოიგონეს. ფუტურისტული დისკო, აპოკალიფტური დისკო, სადაც რაღაცა და ეგ რაღაც ფასეულობები იცვლება. ხო, მაგრამ მან იყო ბაზარი იმაზე, რომ გაპრიმიტიულდა და გართობაზე გადაერთო მუსიკა, ხო? პრეტენზია რა იყო დისკოსთან? დისკოსთან პრეტენზია იყო, იმიტომ რომ მუსიკა რელიგია იყო. გეტყვი რა იყო? ხო, მანამდე რელიგია იყო და დისკო პირიქით დერელიგია. ანუ დისკო რა იყო, იცი? დისკო ეს არის ყალიბი, დისკო რა არის თავი? დისკოში უნდა იყოს ყალიბი. ანუ დისკოში არტისტი, დისკოს რატო დაერხა? აი შენი აზრით, პირველი ფორმით. დისკოს დაერხა მას შემდეგ, რაც კლუბებს მოუჭირეს, ეს ასე რო იჯექი შუა კლუბში და მაგიდაზე ეს თასავით კოკაინი გეყარა და ბოდიში და ვიღაცის გაჟივა რო გინდოდა და ტუალეტშიც რო აღარ გადიოდი უკვე, ამას მოუჭირეს. ხო. და კლუბები რო დახურეს, რა აღმოჩნდა, იცი, ეს დისკო ჰიტების შემსრულებლები იყვნენ არავინ. ანუ თავარი იყო პროდიუსერი, ჯორჯიო მოროდერი იყო თავარი და რა დონა სამერი რა. და პროდიუსერი იყო ეს ჟან-მაკ ცერონი, პროდიუსერი იყო თავარი, რომელიც ამას ქმნიდა. არის პირველი გრემი აიღო, მაიცა Fly Robin Fly ეს გერმანული დისკო, სხვათა შორის პირველი ესე უკვე გერმანული, სხვა არა ამერიკული და არის ერთი პატერნი და ერთი ფრაზა Fly Robin Fly up to the sky. და იქ ვითომ ორკესტრი გრემი აიღო და არაფერი არ არის, მაგრამ ასწორებს ადიცი? დისკო კლუბში როცა კოკაინში გიხარ და ნაშა ყავს, ან პირიქით როცა ნაშა ხარ და ტიპი ყავს, ან პირიქით როცა გეი ხარ და ის აკავს. მაგრამ იქიდან რომ გამოდიხარ, აღარ მუშაობს ეს მუსიკა. ანუ დისკოს როცა მოუცარიელ და ეს სივრცე თავისი, სადაც მაქსიმალური კულმე 54 სტუდიაზე, სადაც იქ შეხვიდოდი და ვიღაც მოვიდოდა და ლაიზა მინელი დაგისაზებდა და კოკაინის გვერდ ამდროს, მაგარია იასნი ახლა რაზეა ბაზარი. და ტექნო გევასება. გააჩნია ტექნოს რა. დისკო არ გევასება, ტექნო გევასება. მე ვასება როგორი ტექნო, იცი? აი ტექნო, მაიცა ტექნო მუსიკა, ვისაც ტექნო არ ევასება რა. ეგეთი ტექნოები ასწორებს. აი ეს რაღაც ეს ვიზეროლი და ისინი აზე არა ვარ სახელი ის სიმღერა არის ცი ეს ჩემი გადაცემის ქუდი მე მგონი ხუჩავაძის გადაცემის ქუდი არის ისა
Primal Scream-ის სიმღერა რა. გახსოვს ჩემთან რო იყავი მაშინ რომ მოგასმენე Swastika-ში გა. Swastika-ი როგორ არ ვიცი, მაგრამ მე ხო, ეხლა უყურე. ეგ ორიგინალი რომ მოვისმინე, პირველად მოვისმინე თავიანთი ვერსია, რომელიც მე არ მომეწონა. Primal Scream-ი არ მოგეწონა? Primal Scream-ის ვერსია ამ სიმღერის არ მომეწონა, რომელიც თავიანთი ბენდმა ჩაწერა. მაგრამ არის სამა ტიპმა გარემიქსა. სხვადასხვა Chemical Brothers-მა, რომელიც არ იყო უკეთესი ვიდრე ორიგინალი და აი ეს კუნს თუ რაღაც ესე DJ-ია და იმან რო გაგა ეს ვერსია რომელსაც მე თვითონ Glastonbury-ზე უკრავენ. ის კი არა თვითონ მე მაგას ხო და აი პირველი ისინი სხვა თორე აი პირველი WordPress ჩანაწერები და ისინი რომელიც ტექნოც არის, მაგრამ ტექნოც არ არის რა. გაიგე? ანუ ეს როგორი მომენტია, იცი? ტექნო გააჩნია შენ თუ მარტო იმაზე ხარ რომ DJ ხარ და მაყუთი აკეთე და რა, მაგრამ ბიჭო ყველა იცი რა ვინ აკეთებს? მაგას თუ ეძახი ტექნოს მეც მევასება მაშინ. ანუ რა არის? ხო ანუ რა არის იცი რომ ვინ აკეთებს პერსონაჟი ვინ აკეთებს და ვის რა მოტივი ვის რა გეგმა აქვს ვის რა უნდა ეხლა შენ თუ გინდა რომ DJ იყო და ხალხი გაახურო და просто მაყუთია იყო და წახვიდე ეგ სხვა არის მაგრამ შენ თუ უფრო მეტი ამბიცია გაქვს და უნარები მოგждდებს ნუ გამოგივა ცუდი ჟანრი არ არსებობს რა საერთოდ ცუდი ჟანრი არ არსებობს ეს არის ფაქტი მაგრამ ვინ რო მე მილიონჯერ მაქვს თქვა რომ მეინსტრიმში გააკეთო მაღალი პრობის მუსიკა ეს უფრო რთულია ვიდრე მე ალტერნატივაში შენ იხბავ ალტერნატივაში ყველაფერს შენ იხბავ მეინსტრიმში ვერ შენ იხბავ იმიტომ რომ იქ რაღაც გაწერილი კანონი აი სიმღერა მისამღერე ვერ შენ იხბავ რა უნდა რაღაცა მართლა რაღაც უნდა მოიფიქრო მაგარი ან რაღაცა უნდა გააძრო აბა ეს პროდიუსერები და ესენი რომ ამხელა ჩვენში დღემდე ვერ გაიგეს რომ მაგარი პროდიუსერი სტუდიაში მუსიკოსის დონეა რა საერთოდ პროდიუსერი ვერ გაიგეს გარი მოდი მაგ ანთოლოგიიდან რომ გამოვიდეთ ისევ ქართულ რეალობაში წავიდეთ ცოტა ხანი რა 9 აპრილის კონცერტი ლადოსი არ იყო 9 აპრილის კონცერტი იყო უნიკალური კონცერტი ანუ მაისი ანუ 9 აპრილი მაისია და ფილარმონიაში პირველად გამოდიან ეს ტიპები რა ეხა ფილარმონია ყველაზე მაგარი პონტი იყო უცხოელები უნივერსიტეტი უცხოელები უფრო ხურდებოდა მაგ პონტში და ფილარმონიაში უნდა გამოვიდეს დადა ლადო ეს ქიშო თავის ინტელიგენციით თუმცა სინამდვილეში ორი ტიპი იყო მარტო გიტარისტები ესა ჭილაშვილები ნუ ეგენი მაინც ფილარმონიის სასტავში და პლუს კიდე ეს იმდროინდელი მეინსტრიმი ეს ნატურის ხე და ვიღაცეები ესენი რა რომარ ცხილაძე ანუ ერთობლივი კონცერტია რა ნუ ხალხი არ მოვიდა ბევრი მაგრამ არის რა ხდება უნივერსიტეტში არა ფილარმონიაში მანდუკე სახაბერიძე ყავს ლადოს მანმანადი არ ყავდა და ეს მეორე მაგარი ლადო აღარ უკრავდა გიტარაზე და ეგ ვაფშე ყველაზე მაგარი შემადგენლობა იყო რომ მაგარი აი მაგის გამოსვლა მახსოვს უკვე ლაივში პირველად მაშინ ნახე და მან რომელი სიმღერის დებიუტა შედგა იცი პაპსა და მეინსტრიმ სპონჩი სამშობლო როა პავლეაშვილი მოგეროდა მაგ კონცერტზე შედგა აუ ღადა აბა მაგი გამოვიდა მანო პიჯორი გადაიწერა რაღაცა და პირველად დებიუტ მოისმინეს და ამეთი მამეთ დასწორებს რა რაღაც პავლეაშვილზე ელაპარაკა ხო მე პატიების დღე რაღაცა აქეთ-იქით და აი ეს ორი კონცერტი ხა კონცერტები რომ ახსენდება პატიების დღე მაგაში შედის მაგ კონცერტში ყველგან ვიდეოები ხო გაქვს ნანახი თუ არ გაქვს ვიდეო აი ლადოს ამოუდეთ ლინკად ჩვენ აი თელი ყველა დადაიან იმიანი აი ყველანი ხო ლაივში ფილარმონიაში ლაივში იმღერეს ეგ ყველა მაგ გოგო ვინ არის ერთი გოგო არის მან შაუგრემანი თუ გახსოვთ ვიღაცა არის რა ვიცი ეს ის ხო არ არის დადას და სერგისის ეს სიყვარულის ვიდეოში არა მგონი არა არც მე არ მგონი ქიშო აზრობდა სულ ვიღაცებს სულ აზრობდა 1000 მე მგონი ცივისთან ერთად წურწუმიას ჩართვა უნდა თავის პროექტებში ისინი ლელასი და ჯერ კიდე 87-ში და 8-ში წურწუმია უკრავდა თუმღეროდა ქიშოსთან არ ვიცი თეატრალურ სწავლობდა და ქიშო აწვებოდა რომ მაგარი ხმა აქვს და მაგ დროს ხო და რაღაცა და კვალიაშვილის ჩართვა უნდა და ანუ ქიშო აწვებოდა ქიშო კი არ აწვებოდა ქიშო აწვებოდა რომ ეს კულტურა ზედაპირზე უნდა ამოტივტივდეს და ეს დინამოზეც რო კონცერტი მოაწყო სადაც თვითონ ვერ მოასწრო მარტო გამოსვლას ხო არის პარადოქსი თვითონ უნდა დაეხურა და ვინ დაახურინა გახდა პირველი საათი და გამოუწეს აი გამოიყვანა ეგენ ეს დიდი მარე კონცერტი არ იყო კარგად ორი ცუდად ისმოდა დინამო სტადიონზე მან ყველა გამოვიდა ვინც ხმას იღებდა 90 წელს ყველა გამოვიდა გაგრძელდა 6 საათი კაი და ის 9 აპრილის ისა ფილარმონიის კონცერტი აი ეს
ეგ მოუყევი ახლა. ეგ იყო მაგარი კონცერტი. მართლა მაგარი კონცერტი. აი მაგარი მომზადე ნარეპეტიციები იყო ეს ხალხი. ნამუშევარი იყო, მაგრამ დაუკრეს. даже კონტექსტიდან არ ამოვარდა ის ნატურის ხედა რაღაც, ეს რაღაც უცნაურად იყო განაწილებული. ჯერ თავიდან ესენი გამოვიდნენ. საიდან მოხდნენ პავლიაშვილი თქვა თუმცა ორგანიზებული იყო კაცო რომ ყველა უნდა ანუ როგორ იყო იცი რომ მაშინ ჩალიჩი იყო რომ სცენა გაყოფილი არ იყოს რომ ეს ერთი პონტია უკვე წავიდა ის დრო საბჭოთა დრო რომ უკვე ეს შეზღუდვები აღარ არის რომ ეს რაღაცა ესეთ პონჩი რაღაცა რომ არავინ არ გაგიხურებს რომ ეს დრამი რო დაარტყი მაგრამ როგორ შეიძლება ეს და რაღაცა ეს დრო აღარ არის ხედავდნენ რა ხდებოდა კიევში დაჟე ახლა აღარ ლაპარაკობ კიევის სცენა მაშინ შექმნა რომელიც როგორც აღმოჩნდა ჩემთვის დღეს მაშინ არ ქონდა წვდომა თორე უბრალოდ საინტერესოა ვიდრე მოსკოვის და პეტერბურგის აი იმ დროინდელი ვაჟა კალერსკი ასესრდა რა ვაფშე გოგოლი რო გადმოიტანო როკეროში რა გასაკეთებდი რა გიშიგიჟია ტიპი. აი და ჩვენ რეალობაში მე ხა მაგის მე კიდევ ისეთი მნიშვნელოვანი რა ეპიზოდი არის ანუ რომელი კონცერტია ანუ ჩვენ რომელი კონცერტი გეტყვის ზუსტად მაზაროვ მანდეს კონცერტი პირველი ამა 90 ბანამდე აბა რაღა იყო პირველი ამა 94-ზე ზღამის პირველ სალზე დაიწყო ვიყავი მაგარი მთვრალი მე მაშინ უკვე მაკპონჩი აღარ ვიყავი უკვე 91 წელს უკვე ცხოვრება ისე აირია რომ ისეთი პრობლემები დაატყდა ბევრს თავზე რომ რა როკერო ჯერჯერობით უნდა გეარა მაშინ დენი არისო არაფერი და მაგრამ ამაზე წავედი იმიტომ რომ ეს რაღაც ესეთი ღონისძიება იყო ეგ დიდუბეში ხდება ხო დიდუ პირველი 15 წელი არ მახსოვს მე არ ვანა დღამე იყო კონცერტები იწყებოდა ანუ ბაკურას დებიუტი მან შედგა ირაკლი იყო მაგებზე არ წავედი. ეგ გილა კუპრაშულმა გააკეთა პირველი? და მესამეზე დავრჩი, იმიტომ რომ დამეზე მთვრალი ვიყავ და წამოვწექი იქ. და ღამე უნდა გამოსულიყო ორი ბენდი მითხრეს და დარჩენილი არის 7 ტიპი რა. აი ეს ისე. და ბიჭო გამოვიდა პირველი ბენდი და რომც არ ვაპირებდი მოსმენას გავითიში. აი ეგრე ტიპებს ემუშავათ, განამარტო მუსიკა და როგორ უკრავდნენ და საუნდი. ეს ფრონტმენი გოგლი არ ვიცოდი ვინ იყო. ეს ბევრჯერ მაქვს მოყოლილი რა ეხლა აი მე რამდენი ტყვები არის ტიპი გამოფხიზდი ვაფშე რა და მეთქი ეს რა მაგარია და ვინ არიან ესე მე როგორ არიცით ეს მაზა რომ მეორე უფრო მაგარი იქნება ვინ იყო მეორე იყო ავთენონ ვერშენ ეს კასუხი იმაში კასუხებში კი არის კაუბოისკი შუზებში ეს ვოკალის იხა რაღაცა მაგრამ ჩემთან უფრო ახლოს იყო ის მუსიკა რაც დაუკრა მაზაროვმანდი თუმცა ყველა ამბობდა რომ მაგრამ ჩემთან უფრო ახლოს იყო ეს მუსიკა ანუ მე უფრო ძალიან ექსცენტრიული იყო და ეს ვაჟა დრამერი როა რა დაუკრა ეგრე მაგარ ცხოვრებაში აღარ დაუკრია მე რა და აი მაშინ მივხვდი რომ თან მივხვდოთ იმისა რომ რაღაც მე მაშინ ფიქრობდი რა ინგლისურად მაგრამ კარგი იყო რა მაგარი მუსიკა აი რაღაც კონცერტები მახსენდება რა აი კიდე მაგის მე რა იყო ალბათ მე უკვე მარგარიტა მოყვება. მაგრამ მარგარიტაზე ისე ვიყავი აღარ მახსოვს. ეგ იყო რთული პერიოდი, დედაჩემი ახალი გარდაცვლილი იყო და მქონდა 24 საათიანი ზაპოები რა. даже სახშიც ვერ მივდიოდი ხან და აი დღე და ღამე რო არეული გაქვს და რომელიღაცაზე მოვხდი არ მახსოვს. მე მგონი ამორალი იყო იმ დღეს არ მახსოვს რა. მათქოთ გაყოფილიყო ერთი დღე. კი, ბევრი დღე იყო. მეორე ხო და ეს თოიძე სხვათაშორის გია თოიძე გავიცანი მანამ სალამ მოვისმენდი ლევან სვანიძემ გამაცნო და ეს გია თოიძე რომ მუსიკა ბევრი მაშინ ძალიან დავახლოვდით მაგრამ მუსიკა მოსმენი არ ქონდა მე რომ მოვისმინე აი მაშინ მივხვდი რაც დასაწყისში თქვით რა აი ეს სულისკვეთება რაც მოდიოდა ამორალიდან აი ეს რო გვირაბის ბოლოს რო სინათლე ვაფშე აღარ არის ეს იყო ეს ყოფა ზუსტად აიგე და აი ან კარგად ასახავ ხო და თან დააკვირდი რომ ეს ლაივში 6 წუთი რო გრძელდება და ეს რო რაღაც ტიპა გია თოიძე ვაფშე რწოდა რა იყო კრაუტროკი და კრაუტროკი ვიჭერდა ოღონდ თავის და ეს თან ისე ბარიტონ და ტექსტებზე კარგად მუშაობდა ეგ მე ცალკე და აი მაგარ მოახდინა ანუ რას მივხვდი იცი რომ აი სიხშირე რა მესიჯიც ამადგან მოდიოდა და ის რა ილუზია შეგვექნა რომ პოსტ-პანკს და გოთიკას უსმენდით ისინი მარიაჟობდნენ სვეტსკი პონჩი და ესენი რეალურად იყვნენ ამ ყოფაში თო ეხლა ეგენი რა ცხოვრები ცხოვრობდნენ მანამდე ბესალად ეს ვიცით ხო ჩემზე კარგად ტიპები ან უნდა დაეკრათ ან ვიღაცა უნდა დაეჭერათ რა და ეს პირდაპირ თუ ბექგრაუნდში
ამოტივდი და ზედაპირზე რა. და ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი რა. და მე ეს კონცერტები იყო მაგარი. ეს ბენჯი რო აწყობდა იმაში გასწორებდა მაგრამ სად იყო? იქ რო აკეთებდა ბენჯი თუ შენ ინგლისში იყო არის ზიურში როგორ არა უკრავდი აი მანდ იყო დიმას პირველი Young Georgian Lolitas კონცერტი ხო მან ისე მე არ ვიყავი იმ კონცერტზე აი Young Georgian Lolitas კონცერტზე ლაპარაკობდნენ 1 წელი სადაც პადვალში რო იყო დომ კინოსახლის იმაში კინოსახლი სად იყო ბა კონცერტი ქვევით ლეხანოზე ხო ფლაიში აუ მეორე დღეს ყველა რო მაშინ აი ძალიან კაი მაშინ დაჟე გუფი უკრავდა ხო დრამს კი პირველი სასწაული იყო ხო და მაგ კონცერტი იყო და ეს 4 ტირო და 3 დღეში იმ დღეს რო გაგახსენე რა კონცერტი იყო ჩემი კაი და რაღაცა მაგი ანუ შენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეგ კონცერტი კონკრეტულად რა აი მაგაზე მე არ დავესწარ უკვე დიდი ბენდი ვიყავით მაგ მაგრამ ეგ კონცერტი იყო ისეთი ხარისხით და ხარისხიანი იყო ვაჯი ყავდა საუნდზე ვიზუალები ქონდა მაქიდან არ არის ერთი ვიდეო გაკეთე მაქიდან არ არის კადრები ვიდეო რო გაქვს გაკეთებული არ ვიცი მაქიდან არის პირველი ვიდეო ერთი შენ განაის ლიფონამ რაც გადაიღო მანამდე რო ვითომ სცენაზე რო ლაივში რო უკრავთ ვერ ვიხსენებ მაქიდან მაქსიმუმ ვიცან მეც არ მახსოვს შეიძლება ხო ეგ მახსოვს ხო და მე დაჟე ვიფიქრე რომ იქიდან ხო არ არის მეთქი ჩაწერილი რაღაცა მაგრამ მე ხა მივხვდი რომ ჩაწერილი ხო აი რაღაც და ეს დიმას კონცერტი იყო ბენჯის დიმა დადიანის ეს იყო ვაფშე ხო აი დიმას სტილი რა იყო მაგარი რა დიმამ უნდა დახუროს და დიმამ გააძრო ის სათამაშო საბავშვო კომპიუტერი და მიკროფონს შეუერთდა და რო ელაპარაკა აი როგორ ჭიჭიკო და ბიჭიკო ესე ლაპარაკობდა რა და სათამაშო საყვირი მოიტანა მარგოს უნდა დაეკრა და ლევანს უნდა დაეკრა ბასი ცოცხალი ინსტრუმენტი ყოფილიყო ერთი და ბენჯი რო გამოაცხადა ბენჯის აქ შეერთებული მიკროფონი მისოდა ეს ბენჯი ახლა მოტორკიკა ღამეა და ლევასვანიძე უარი თქვა გასვლაზე მართლა სადნი მისცა შენ უარიცო შეიძლება რაღაც უბედურება მოხდესო და თან თრალი იყო არ გამოვალო ბიჭო ეხო წება იქ ბარკო არ გამოვალო კაი უშენოდ გავალ ზუსტად 15 წუთში მაჯლაჯუნებს რო ასრულებდა რო ატყდა ჩხუბი დიმას და წინ პუბლიკას შორის ჩამოთრევები დამოყოლებით გაშველებები და გახეული მთრალი ვარ ეგ პირველი მზიურია მე 2000-ია თუ 2001 ანუ პირველი ან მეორე ჩვენ რო ვიყავით ეგ მზიურია მეგონი მეორეა პირველი სიღრმეში იყო მეორე ცოტა აქეთ იყო პირველი იყო სიღრმეში მეორე იყო პირველი ორივეჯერ დაუკარეთ პირველი ხო ეს ორი იყო რა ორი პირველზე იყო ღამე რო ჩატარდეს გალეწელი მთრალერი იყო რობერტა და ეს იყო კარგი ბავშვი რო აიყვანა და ძუძუს რო მღეროდა ბავშვი რობერტა მე ორი მე კიდე ერთი მზიური იყო ხო ნანაბეჭდმა გააკეთა ეგ იყო უკვე ალბათ 2005 წელი აი ეგ აღარ მაქვს მე მანდ უკვე როგორი ბლატონობები ავედით ის სცენა ის ჩვენი გამოსვლა გახსოვს პირველი თუ არ გახსოვს იქ მზიური არა ვიდეო დევს მაგის ვიდეო პირველი გამოსვლა მეორე არ არის მეორე გაკაფული ვარ და პირველი ბეტმენი ეხლა მაშინ ცხოვრების სტილი როგორ ქონდა მაშინ ეხლა ძალიან ახლოს ვიყავით შეკრული ეხლა თქვენს ხო გახსოვთ ცხოვრების სტილი როგორ იყო იცი რა მაშინაც ეგრე ანუ ეს 99 წლიდან რო დაიწყო რა შეიცვალა იცი მე 97-ში სამსახური შევიცვალე და გადავედი ტაბიძეზე მერიის უკან სტამბა იყო იქ და ჩემ მეგობარმა გახსნა და ტექნიკურ დირექტორად დანიშნა რა ტექნიკური ჩემი ხელით მიწევდა ყველაფრის გაკეთება და ლადო ხო იქ ცხოვრობდა და ყველა იქ ეტუსავდა ჩემთან ჩამოდიოდნენ ნუ ხან სვავდით ხან რაღაცა თან რაღაც სტამბა იყო და ფული კეთდებოდა რაღაცა და სული რაღაც პოდი ხო ხაჭაპურების ამალ პივა რაღაცა და ხო და აი მაგ დროს უკვე ესე აეწყო რომ აი როდის თემდებოდა და ღამდებოდა უკვე ცოტა ძნელი გასაგები იყო და ზიურის პირველი ისინი დაემთხო ეგრე და აი რაღაც ფრაგმენტულად ხანდახან აი ეგ პერიოდი რა ბუნდოვნად მახსოვს 83 წლა აი ვარდების რევოლუციამდე მე-11 საათულის აი ეს პერიოდი ცოტა რაღაც გაბუნდოვნებულია მე ახლა გამახსენდა რომ კინოსახლშიც იყო რაღაც ტოტალური არასიფრთხილე ქონა ყველას ეს იყო მაშინ მაშინ ყველაფერი ძისროვებოდა და ყველაფერი და სუ პონტები იყო და ერთი დღე რო რაღაც პონტის გარეშე რჩებოდით ეს რჩებოდა ეს ხდებოდა დებერს მე უცხოელები ბევრნი იყვნენ ყველას ევოსებოდა ეს ტუსოკები რაღაცეები ახალ კონცერტებზე დავდივარ მე მართლა? კი აბა რაზე ხარ ბოლოს ნამყოფი საინტერესოს
ბოლოს არ იყო საინტერესო კონცერტი, იქ ვიყავი მუტანტში, რომ რაღაც პრეზენტაცია იყო რაღაც. ვისი არ ვიცი. ამათ კონცერტზე დავდივარ სხვათა შორის. აი ეს რაღაც free improvisation რაღაც კრიშა მოხსნილი მუსიკა რო აქვს და ლევან ჯავახიშვილი და ეს და რაღაცები როა. ზოგი მომწონს, ზოგი არ მომწონს რა. ეგ ახალი პონტია. ხო, ეგ როგორ არის, იცი რომ ეგენი ყველაფერს აფიქსირებენ, რასაც და ფარჩილა რა მაგარი გიტარისტი. არ მიდე ახლა თქვა, მაგრამ ფარჩილა, რა ვიცი, თოჯესთანაც კარგია, მაგრამ აქ მაგარი ყოფილა. თან მითხარ რომ ეს ტექნოლოგიები ისწავლა და მაგრად იყენებს რა. თქვენი კონცერტი იყო მაგარი, ეს კონცერტი იყო მაგარი. ბათუმში გამხურებელად გამოიყვანეს, ვის იყო უკრაინული ბენდი. უკრაინა კი არა და აკიანელზი. აკიანელზის ისეთი ანუ შაშან იყო თუ შაშანცი? შაშან იყო. ანუ აკიანელზი ისე ტრუხად გამოჩნდა, ისე ძველმოდური, ანუ ხო არის გამხურებელი. გამოვიდა მერე ისა მასახელე ჰედლაინერი. 15 წუთზე მეტი ვერ გავჩერდი პროსტა რა. აი ეს თავად პათოსით და რა. ეს იყო მაგარიტო და ვაფშე ეს სირკუსი როგორც ბენდი, რაღაც ბოროტინები მომდის რომ რაღაც თურმე გეგმები გაქვს სხვა, მაგრამ სირკუსის დაშლა ჩემი აზრით არ შეიძლება. არა, თავის არის სირკუსი დაშლა რა, რაღაც სირკუსი არ მე მოусვენრობა მაქვს, აი სულ მინდა რომ ახალი რაღაცა ვაკეთო. არა, განვითარება განვითარება ამ ეტაპზე არ ხერხდება სირკუსი სხვადასხვა მიზნების გარდა, გამო და მაგიტო მინდა რომ სხვაგან განვითარდეს. რა საჭიროა? სირკუს, ბიჭო, რატო იცი რომ даже ეს ძმებიც მაგრები არიან. ის რომ ჯერ მარტო რა გამისწორდა, იცი? აი ეგ სიმღერა. ეს სიმღერა მოусვინეს 78 წელს პირველად ამერიკის ხმაზე. მაი შარონ მოусვინა ამერიკის ხმაზე და მეთქი ეს რა მაგარია და 79 წელს ვინილი ვიყიდე შემთხვევით ვიღაცას ჩამოუტანია ბიტლებს გავსო. ანუ რატო ჩამოიტანა თემა, იცი დისკი? ბიტლების შმოტკა ქონდა და ფანი იყო და ჩამოიტანა და მაიშა რომ მეთქი მომეცი. ეს ახალი ბენდი რო ვიყავით არასაკმარის სიმღერები გქონდა ლაივისთვის და ერთი ქავერი ჩაოსვით. აი ბრიტპოპის. მაიშა რომ არის მაგარი სიმღერა. თავიდან იყო ეგ ალბათ. თან ჩემთვის ეს ძალიან ისეთი იყო რა, სენსიტიური პონტი იყო. თან ეს კი არ მღერის. აჩიკო პატარა. და ბენდი იყო მაგარი, ბოლოს რაღაცის რამოდენიმე მეტრი გადაბული რა საფინალო მაგარი იყო და მე და ეს ვიყავით ხალვაში. რომელიც არის 67 წლის და ბიჭო პირველად და რა მაგრად უკრა მაგარი ის მუსიკა რა ყველა ინსტრუმენტზე უკრავს რა მაგრად უკრავენ თუ ხედავში არ ველოდი ნამდვილად რა ეხლა დღევანდელ ბენდებში ვინ იქცევს ყურადღებას ისე რა რო აი რაღაცა მე ვეცდები გავიხსენო ის რომლებიც ადრე არ იყვნენ რა ხო აი ახალი რა ათი ზემოთ ადრე არ იყვნენ სახელები გავიხსენო თორემ რამენერად მიმანიშნე და გაგახსენებ მუსიკას გავიხსენებ სხვათა შორის ჩანაწერებში ისე არ მომწონს მაგრამ ხო ეს უცნაური ახლა უცნაურ რაღაცას ვიტყვი მე ვინც მომეწონა ლაივებში ლაივი უფრო მომეწონა ვიდრე მაგათი ისა ჩანაწერები ვინა ერთი იყო მაინც მტკვარზე ვნახე ხანდახან რო რეპავს კიდეც და რაღაც საქსაფ მაიცა მოკუმოკუ ალბათ მოკუმოკუ სავარაუდოდ მტკვარზე ვიყავ 2 საათზე და აი მაგარი ლაივია ზე იყო მაგარი რა ყველაზე უცნაური კიდე ეს რაღაც ექსცენტრიული იყო ჩანაწერი ცოტა ისეთია რაღაც მაგრამ სადღაც ვნახე ფრი კონცერტი და ეს მოფსტერ ლოფსტერიც კარგი იყო ლაივში კარგი იყო კიდე ვინახე ამის გამხურებელი რო იყო ვაკო მაგარია დღეს არის ხო ვაკოს მე მგონი ბენდი ყავს ბენდით გამოდის და თუ ბენდით გამოდის სხვათა შორის ეს ვაკოსთან მაგარი ისტორია კოვიდი რო დაიწყო ეს ისა ჯაბა შავიშვილი დაიწყო აი იმ საიტზე სადაც მე თანამშრომლობდი TBC კონცეფტზე ყოველ თვიური ესეთი პრეს რელიზივით ახალი ქართული სინგლების ალბომების ბენდკამპზე იმას იმდენი დაგროვდა ახლა კოვიდი რო სახში უნდა ბევრი გამოვიდა და მაშინ მოვიდა თავში აზრად რომ მეთქი ყოველ თვიური პოდკასტი გავაკეთოთ დაურეკეთ ტიპის თორე კიო მაგარი არისო
ვერ მოაბეს თავი. თან მარტო არ მინდოდა და მეთქი ლაშა გაბუნი ექნება რომ ორმა ანუ მე და ლაშას გემოვნებები ხო ერთ პერიოდი ხო გქონდა სულ გქონდა 4 აი სანამ 2025 წლამდე რომ გაჩერდა ეგ საით წავიდა ეს ტიპი გერმანიაში. ახლა დამოუკიდებლად მინდა გავაკეთო, მაგრამ აჭარის იმაში ბათუმის იმაში მინდოდა, მაგრამ ცალკე პრობლემები მოხდა. ეს პოდკასტი რომ გაკეთდა, პოდკასტი რომ თქვი მეთქი ბევრია და მეთქი ახლა 40 წუთიანი პოდკასტი გამოვა, თან ტრეკებს ჩავსვავთ რაღაცა ვიბაზრებთ ორი კაცი, იმიტომ რომ მე და ლაშას გემოვნება ზოგან იკვეთება, ზოგან არ იკვეთება და ვაფშე არც გვერიდებ ერთმანეთს რო თქვა რომ არ არის ეგრე და რაღაცა. და გავხარდა დრამაგარია რაღაც აქეთ-იქით, მაგრამ ბიჭო ვერ მოაბეს თავი. აკეთებდნენ 3 თვეში ერთხელ, ვერ ამონტაჟებდნენ, ტრეკებს ვერ სავდნენ, მარტო იყო ლაპარაკი საათი და მეთქი ეს რა არის. და ბოლოს რა გავაკეთეთ არიცი? მეთქი მოდი ყოველ თვე იყოს და პროდუქტს მე გავაკეთებ რა. ანუ ყოველ თვე იყოს, იმიტომ რომ ბევრია და ჩვენ ჩავწერთ. ანუ სტუდიას ქირავდნენ რაღაცა. ხოტებისია, ჩვენ ჩავწერთ, ჩვენი ძალებით ჩავწერთ, ჩვენი ძალებით დავამოწმებთ და გამზადებულს მოგცემთ. დაიყიდან. გამზადებულს მოგცემთ და მაგათი მოცემული ჰონორარით ჩვენ უხდიდით მე ხმის ინჟინერებს რა. ანუ ეგეთი რატო იცი რომ ლიშბა ეს ყოფილიყო. კი მესმის. რატო იცი რომ დაფიქსირებული იყო რა ბერე ლაშას ცალკე უგზავნიდნენ ტიპები რო ნახეს, მე ცალკე მიგზავნიდნენ, აი ეს დაჩი ხასაი ანტვერპენიდან ეგრე გამოჩნდა რაღაცა და აი ამ დროს გაეძრო ვაკო პირველად 2020 წელს და ბიჭო წერია ლაივი არის სადღაც ვაგორს ლაივი ვინ არის ვიღაცებს ურეკა ვაკო ვაფშე არავინ აზე არ არის რა და ტიპი აი რაც მე ვილაპარაკე ტრადიციული თუ მეინსტრიმი რომელიც მე გონია რომ შეუძლებელია ამ ტიპა შეძლო იცი ხაზე გააცოცხლა ფრიკი არ არის მაგრამ ის ისმინება თითქოს ფრიკია რაღაც ექსცენტრიკი კრიშამოხსნილი და უკვე ჩორნი ხოდით შევიდა რა უკანასკნელი ამ მუსიკაში და რაღაცა გამოვიდა. ეხლა ყველაზე кайფს გეტყვი ელექტრონატების დაჯილდოება გვაჯის სტუდიაში იყო და იქ ვაკოც იყო არჩეული და ბიჭო ამათ არიციან არც სერგი მიცის არც გვაჯი მიცის ეს ვაკო არავინ არ იცის form of store-ზე გამოვიდა გაასწორა ეს პანდემიის პერიოდში ხდება ეგ ისა ხო აი 2001 აი დროებით რო იხსნებოდა ხოლმე ეს ის გამოვიდა ეს კარგი ეს ქეთა თუ ნერგად ლუა ხო გაასწორა იქ კარგად იყო იქ რაღაც აქეთ-იქით ყველაფერი საკაიფოდ იყო დაალაგებული და ვაკო უკრავს ორი მეტალისტთან ანუ ბენდი ხა პირველი გამოვიდა ბენდით დრამერი ბასი და გიტარა და გვაჯის იმაში უკრავს და არავინ არ იცის ვინ არის მარტო მე ვიცი და იყო ეფექტური დაანგრია ტიპები გამოსიდა ანუ ეს ბენდი დეფექტი და ეს ტიპი რო რაღაც იუბნუტი ასეთ სიტყვას რაღაცებს რო აკეთებს ტიპი და თან ხო რაღაცნაირი ესეთი ჰაბიტუსიც რაღაც ისეთი აქვს რომ რაღაც ესეთი რომ აბსოლუტურად არა როკ-ენ-როლი ქუც თუ არ ჩავთვლის და გაიგეშენ და იმხელა რაღაც ეფექტი მოახდინა იქ რომ ეს სერგი ბიჭო ხედავ ხალხი რა დღეში არის მეთქი ხო გეუნებოდი ეს მომენტი აქვს სხვათა შორის ამას გამხორებლად რომ გამოვიდა მე ვიცი ბევრი რას ეთყოდა ამას ეს რატომ გამოიყვანეთ და რაღაც ეკოიმრუზე ბევრი გეტყოდა მაგას მაგაზე ეთყოდა ბევრი მე ვიცი რომ ეთყოდა იცი რატო ხო მაგრამ მაშინ ჩვენ ძალიან ცუდი კონცერტი გქონდა იმაში რა ქვია მე აი მაგაში გეთახვები იცი რატო არა ეგეთ ცუდი კონცერტი იშვიათად იყო დაფორმატებული ხო იცი მეორე სირკუს მეორე კონცერტი იყო ერთხელ დაუკარგ დედაენეში არ ვიყავით ზად ამხელა დარბაზის რა მონოჰოლში საუნდი მაშინ ჯერ კიდე ძალიან ცუდი იყო და მაგარი აჭრილები რაღაცა წამყვანი აი სისულელები ვაკეთებ ბევრი ვაკო გაგვახურა ვაკო იმის გამო რომ ტექნიკურად რთული იქნებოდა და ბექტრეკით მარტო არ იყო კაი ანუ ვაკო ჩვენზე უკეთესი იყო არ იცოდა ხალხმა და ვინც даже თაზო მიკაიფა რომელიც ვაფშე სხვა ესთეტიკაშია ნეტა თაზო ერთად უყურებდით და ჩვენი თაზოზე ხო და თაზო რა თქვა იცი რომ კი ეგეთი რაღაცა კი არ ევასება მაგრამ ბიჭო რაღაც ინტრიგა ქონდა ტიპს რა კი ინტრიგა ქონდა ტიპს რა პორსტო მე ძალიან ბევრი ისინი და აი მაგდენი მე უთხარი პირდაპირ არ შეიძლება წელიწადში 5 ალბომს ნუყრი ეს საერთოდ აი ეპოქებს რო ადარებენ ხო ხა წარმოვიდგინე ადრე რო ალბომი გამოდიოდა უნდა ჩაწერილიყო 45 წუთში მაქსიმუმ მეტი ვინილს არ აქვს ნუ აქვს 47 რა მაგრამ არამიზა შეწონილია 45 მაგ 40 რაღაცა ანუ ტიპი დაწერდა სიმღერებს და იყო რაღაც საათი სიტყვაზე ხო თუნდაც დევიდ ბოი არ აქვს მნიშვნელობა თუნდაც ძალიან cool ტიპი ვიღაც მაგრამ იცის რომ 45 უნდა იყოს და აი პროდიუსერი არ იცისო თუ
პროდიუსერი cool ტიპია, რომელსაც სიტყვა ეთქმის, ის იცი რა შეუნება. აი ეს სიმღერები უნდა ამოვაგდოთ რა. და ეს უნდა დავტოვოთ. ის მაგრამ საბოლოო ჯამში თუ ანუ პროდიუსერის ხელში თუ ის აგდებს ამას. სიბუდა ტოიზებს რაც საჭიროა. დღეს ხო ეს აღარ არის სიდებზე გამოვიდა და ეს ბონუს ტრეკები გამოდის. და რეალურად რას ხდება, იცი? სწორი იყვნენ ეს პროდიუსერები რა. კი. თუ ჩვენ მივეჩვიეთ მაგას. არა, რაღაცა ფორმატი არის, რომ რაღაცის მერე უკვე აღარ შეგიძლია ფილმების. ჩემთვის ეხა 3 საათიანი ფილმები რო არის ძალიან ბევრი. რა მაგარი ფილმიც არ უნდა. კონცენტრაციის ამბავი რო 45 წუთზე მეტი არ შეგიძლია და. არა, მეტი არ აქვს მატარებელი, მატარებელი, მაგრამ ისედაც გასაგებია ადამიანის რესურსი რაც არის კონცენტრაცია. ისედაც მაგაზეც არ არის, იცი რა არის რომ პროფესიულად თუ უსმენთ ორი ხო პროსტო ესე გაწელა მოусმენთ. არა, ძნელი ამ ორფირფიტიანი გამოდის ხანდახან ხო? ხო, მაგრამ ვიღა უსმენს ალბომს. ზირთად სინგლებზე ყველა გადასვლა. მე უსმენ. შენ ხო, მაგრამ ნუ ახალგაზრდები აღარ. თავიდან ბოლომდე ყოველ კვირა ჩესნათ ამ 40 ალბომს უსმენ რა. 40 ალბომს უსმენ? ხო, ახალს. მარტო ახალს. აი ძველი ვეტერანი კამელიონმა გამოუშვა ერთ-ერთი კოლოსი პოსტპანკის და ვერც მოვიცალე რომ მოვისმინო. ნუ ეს ხა მაგ 40 ალბომის მოსმენა კი არ არის საქმე. იმ 40 ალბომიდან მე ვფიქრობ 10 რომელი გამისტორდა ყველა ზალია. იქიდან მე ტრეკი ერთი უნდა ჩავსვა, ხო? 10-ზე აკეთებს რეცენზიას. 10 შედი countdown-ის, თითქმის countdown-ის. ისა კიდე ვინ არიან? აი ეს თქვათ იზმირი, სკაზი. სკაზის ბოლო კონცერტი. მართალია იქ დავეცი და თავი გავიტეხე კინაღამ და სათქდება. ბათუმში იყო ეხლა, რაღაც სამდღიანი არც ვიცი, მანქანი წამოიყვანეს. პირველ დღეს იყო აი ეს ისინი რაღაც ჩვენ თუ რაღაცა ჯავახია და ის და მეგობრები და ბოლო იყო ისა სკაზი და სკაზმა დაუკრა ახალი ალბომი რომელიც არის მძიმეა ანუ სკაზის ლაივები ჯობია სკაზის ალბომებს სკაზის ალბომები არის პოსტ-პანკი გადაკუთაისებული ანუ გატარებული ამ პანკის ფილტრში როგორც პოსტ-პანკი ლაივები უფრო ინტენსიურია და ესეც ესეთია და იყო კარგი შეიძლება მაგრად ვიყავი გრადუსში და ამ პონჩი გამისორდა უფრო მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ეხლა იქ რო ვიყავი მაგრად გამისორდა აი პერფორმანსი აქვს თან მაგარი თან ბენდი ყავთ უკვე ანუ გიტარისტი მეორე ვიღარ ხუთნი იყვნენ რა ეს რომ მიდიოდა wall of sound ამ გიტარის და გასორა რა და ბათუმი და რა იზმირი მარტოა იზმირის სკაზის ტიპი ყოფილა და იზმირის არ არის სკაზის ტიპი ვაფშე ცალკე ხალხი თავიდან იყვნენ ადრე ერთად იყვნენ იზმირი გამოიყო და ცალკე ხო მე მგონი ყვებოდა და მაგათი როა კიდე გვერდები რო დამანგრიეს ისა სტრესი გრაინდ კორი როა სტრესი აუ მაგაზე არის ვედატეტემ რო ერთმანე წიხლები ურტყიჭე ეს დედე მეთქი შენ აქ რა გიდა აქ ცხენი ამეთ ელექტრონშეკი კაცი რომ მოხედე ჩუმად შემოიჭარე აგენტივით იმაში იყო left back-ში იყო ტეტესაც აქვს პროექტის ჰიტორისთან ერთად მეტალ ბენდი ყავს ტეტე მიქარა რომ თლიანად თამაში გადარო კაია თუ დაბრუნდა ტეტე აზემოსული ტიპია ტეტე მევასება ხო და იქ შევედი left back-ში და სტრესი წამიყვანა ვიღაც გოგო მე არ ვიცოდი სტრესი სკაზის ტიპები უკვე სკაზე ვიცოდი. სკაზის მეორე პროექტი. ხო და არა ვოკალისტი აქვს თავარი ის. გავიგე ერია ხო, მაგრამ ან მაგათ პროექტი ეს ერთი კომანდა. და ეს ტიპები ვაჟა მარი ვიღაცები მეთქი თქვენ აქ რა გინდათ ბიჭო და ეს რო დაიწყეს ერთმანეთის რტყმა და რაღაცა და დედა მიტირეს თუ გამოვიდა. და მე შეუჩვეველი ვარ. და მე მოხდის შემდეგ ლაივზე უკვე იქ რო გახსნეს რომელიც გაჩერდა იმიტომ რომ არა და შენ დაუკარი ხო იქ მე მგონი. აი მანდიყო თქვენი კონცერტი კარგი. იქ ადრე ინდური კინოები რო გადიოდა, კოლმეორნე, იქ სადგურის და იმის ქუჩაზე, წინააღმშვილის გადაკვეთაზე, პადუაში ქვევით, სარდაფში. ხო დაუკარით იქ კაცო, გამხურებელი ხო ყავდათ კიდე ვიღაცა. სად არის? სად? დეზერტირების ბაზართან აქეთ ხო. კი, ისა ახალი რო არის. ვინი თქვენი გამხურებელი არისო ცუდი სექსი ბაისიკ. ხო, არის გასწორა. მაგრამ სივრცეა რაღაც მოუთელავი. აი გონი დაიკეტა აღარც გამარია არა. რატო იყო იცი კაი ლაივი? სექსი ბაისიკლის მუსიკას საწინააღმდეგო მევასება ასწორებს, მაგრამ ლაივში სულ რაღაც იყო არ ჟღერდა რა.
დარბაზი ხო იგივეა, აპარატი ხო იგივეა. გამოვიდა ეს და კარგად ჟღერდა. მაგრამ თქვენ მიზიდეთ თქვენი ყველაფერი, ხო? მაგრამ კარგად ჟღერდა. იდეაში ცუდი აკუსტიკა აქვს და აპარატურა აქვს, მაგათ ისი საკლუბო აპარატურა არა, ჩვენი მიტანილი აპარატურა იყო და ძალიან იმათ აქვთ საკლუბოთო და იმიტოა სხვებიც ცუდად ჟღერს და ამაზე კაი. არა, ამაზე ერთად ქონდა. ეგ იცი რა სივრცე იყო ადრე? ეგ იცი რა სივრცე იყო? ბორდელი. არა. არა, ეგ 85-ში ეგ შეიძლება მერე იყო. აი 85-ში ეგში დისკოტეკა იყო. მართლა. ჩემი ნაცნობი იყო DJ და უკრავდა იქ რას უკრავდა. ხო, ეს ტიპი იყო ცოტა გიჟი გერმანელი, თავისთავად ეგონა გერმანელი. ეხა გერმანიაში წავიდა. და გერმანული მუსიკა მეკონდა იქ ტრიო და ნინა ჰაგენი და იმას უკრავდა. კოლუმბიის მიგია მან. ადრე ეს სადგა 85. არა, ხო რომ ვაფშე რამე არსებობდა ამ მანდ კიდე. აი მანდ იყო თქვენი კონცერტი მაგარი რა. აი მაქსიმზის დახურვა არ შეიძლებოდა. ხო და მანდ იყო მე კიდე სტრესის კაზი ერთხელ. კი. და უკვე მომზადებული მაქვს და ბიჭო რა უთხრი იცი ხალხს ციხრები. უკვე მზათო არა, მაშინ არ ვიყავი მზად ეხლა და ბიჭო ჩაქცევები მქონდა. აი მე გავხურდი ყველა მერიდებოდა. გევას იყო მაქსლემში? ხო, გამოცდილი რა ქვია მაგ იმას, მაგ ცეკვას რაღაც. სლემი. ხო, უკვე გასლემებული. ჩვენ ბავშვობაში პოგოს ეძახდა. არა, პოგო ეს პანკისა. ხო, მაგრამ იგი და ხო. იგივეა. სხვათა შორის ახლა მე აქ უკვე ეს ახალი თაობის ვინც არის, რომელსაც მე ვიცნობ. ისტორიები იმათ უფრო ბევრი აქვს, რაც უნდა უცნაური იყოს რა. იმიტომ რომ ისინი რა მოხდა, აი დააკვირდით რა მოხდა რა. ფული იშოვეს. ანუ თქვენ დროს რა ფული რესპონდენტობა სცენა ყოფილიყო. პატარებში მაგარი მაყუთია თითო კონცერტში. მე არ მიდე ხა სახელი თქვა. საკამოდ ესეთი ზაურიადნი, ანუ ბანალური მუსიკა რაღაცა ეგეთი. ოღონდ კაი ბიჭები არა, კაი ხალხი, იციან მუსიკა, მაგრამ ნუ კომერციას ეს. და ბექსტეიჯი ვარ რა. რაღაც ესეთი პოლო კორპორატივო ლაიგა ბექსტეიჯი ვარ. ხალხი ბევრია და ვისკები ალაგია რაღაცა და გამოდის ფრონტმენიც არა, მაგრამ თავარი ის არის. გამოდის და რა ამბავი ატეხა იცი? ეგეთი რაღაც მინახევათო კინოებში. რა არის ეს დაგედია და ჯექტენლის რითვერ გაიგეთ რომ გლენფიდი ხსოვო მარტო. ვაუ. მაგარი ჩემი ხელი მეთქი კიდე მაგარია რაღაცა და ყველაზე კაიფი გითხრა ორგანიზატორი გაიქცა და მოიტანა. მაგარია ძალიან ძმაო, ერგებიან უკვე ბენდის იმას მოთხოვნილებას. და მონოჰოლის ბექსტეიჯებში რო იქ უკვე აუ იქ მაგარი ტოსო. მონოჰოლის ბექსტეიჯში უცხოელი აი ტინარივენის დემის კონცერტზე ხა ისინი გასაგებია მუსლიმები არიან და მარტო ის ტკბილები უნდოდა და ჩაი და რაღაცა, მაგრამ ტიპებთან ერთხელ აი როგორ იყო იცი რომ დარბაზში ვეღარ გავედი რა, ჯინები და გამოტენილი ყველაფერი. ანუ როგორ მე კიდე შინაურად ხანდახან მეუნებიან ხა მე არ ვიტყვი მაგას. ჰონორარებს მეუნებიან და მეთქი ყოჩახ რა. ეს ცუდი კი არა. არა, ჰონორარები არის ეს გამოიწვია რამ იცი და რა კაი რაღაცა ხდება. ანუ ის რაც მე ადრე თუ გარ ვიცოდი რომ მოხდებოდა. ეს კლუბური მოძრაობა, რომელიც იყო ეს ტექნო ხაოსი და რაღაცა რატომ გახურდა აქ? იმიტომ კი არ გახურდა რომ რაღაც ტიპებს ძალიან მაგაზე კიდე ცალკე ისტორია რომ მოყვებ ტყوارზე რა ვნახე რა. ანუ კი არ გახურდა. ეს რა იყო იცი? საქართველოში კლუბები არ იყო. საკლუბო კულტურა არ იყო და ვინც კლუბებს ხსნიდა, აჭარა მიუზიკ ხონა ანისა მოსეშვილის ქუჩაზე. როგორი ხალხი ხსნიდა იცი? ისინი კლუბის პონტი არ იცოდნენ რა. ისინი ხსნდნენ პონტში. გულავი უნდათ რა ტიპებს და რაღაცა. არასწორი ხალხი მოდის. როდესაც უკვე რაღაც ენთუზიასტები ჩავდნენ, ამან გაამართლა და ეს რო არ იყო კლუბი კი რა დისკოტეკა არ იყო საქართველოში, მარტო ტურბაზებში იყო და ტურბაზებში როცა ერევანში იყო და თბილისში არ იყო ეხლა რაზეა ლაპარაკი ეხლა სადღაც კემეროვოში იყო თბილისში ანდერგრაუნდში მაინც იყო რაღაცა არა ბიჭო ეგ პრაივეტ პარტერზე შე რო გახვიდე და წახვიდე იყო კლუბი რომელიც რამდენი ხანი ვიცი რა მოხდა მე რა ცოტა ხანი აურას ხელმძღვანელობდა საკუთარ თავზე პასუხისგებლობა ქონდა აღებული ყოფილი როკ-ენ-როლ შიქს რომელიც ვერ იყო მხედრიონთან პონჩი და უთხრეს ეგ ბიჭო მანდრო პიტერასტები დადიან და რაღაცა შეგვარ გამოსირდი ჩემო ძმაო რა და იმიტომაც დაიხურა ეგაურა ეგ იყო მის ამიტომაც გითხარი ხო ვიხსნის ეგ რა აჭარა მიუზიკ ჰოლიც იყო მაგარი პონტი არა აჭარა მიუზიკ ჰოლი მაგრამ გასო სად მოდიოდა ეს ხალხი მე 11 სართულზე კი იქიდან მოდიოდა თელი სასტავი
იქიდან იმ პატარა 2 ფრანგი რომ მევიყვანე ის გახურებული მასდები პირი დააღესტო ესეთი რაღაცა დაკარგულია ვაფშე ჩვენთანო მაგრამ რამდენი ხანი არსება ცოტა ხანი ან კომერციული პონტი ხო არ იყო ესენი იმან რო გახსნა ნაჯამ და იმებ ეს კომერციული ისე ძალიან ხო და და რამდენი ხანი და მე კიდე ანთაიძე გალერი და მე დავდიოდი ყველგან და აი იქ რო ხალხი აგულავდა ანუ ეს როგორ აგულავდა იცი ხალხი ის რაც დაიკნეს წინა 30 წელი ამოიღეს ამ 5 წელში და ამოიღეს როგორ პონჩი იცი რომ მეთქი ტარს უკრავდი უკვე სად იძახ ყველგან აი სადაც არ უნდა შესულიყო ჩვენ რეალობაში იძახ ხო მე ამას გეუბნები 2010 წლიდან 11 წლიდან თითქმის 10 წელი გაყვეს და ეს იყო ნუ ეხლა დეტალებს ხო არ ვიტყვი არა ეხლა მე აი რაც კინოებში მქონდა ნანახი ეგენი რეალობაში ხდებოდა ეს ავტოპარტები დილის 4 საათზე ვისა და მეორე დღეს ერთმანეთს ამას რო უყვებოდნენ და ეს იყო 25 22 23 წლის ტიპები ანუ ის რაც უნდა გაეარათ კი ზუსტად გძედა ერთი 40 წლის წინ შეკუშულ დროში გაიარეს 10 წელიწადში და აქ ყველაფერი მის მიღმა ეს კარგია ცუდი ამას არ აქვს მნიშვნელობა. პროსტო ეს ადრე თუ უნდა გაეარა მასტერს, მაგრამ რაღაცას აქვს აღმასვლა და მე რითობა დაღმასვლა. 10 წელი სოფლიოში არც ერთ DJ კლუბს არ უარსებია, არც ერთს. არა, ნუ ეხა ბერქაინები და რაღაცები არის. ნუ ბერქაინი არის, ბერქაინი როგორ არის, იცი ლონდონში, როგორ ჩვენთან სვეტი ცხოველი რედატა ტურისტული პონტი არა. არა, არის კიდე ბევრი კლუბია ეგეთი ბერქაინებით, ვინც აი წლები გაუძლო. ეხა იმ დღეს რო ყვებოდა არტიშოდის ტრეზორი თუ არსებობს და ტრეზორი კიდე არის დაჟე ქვეკლუბებია. კი, ნუ ლეიბლი გააკეთეს. ლეიბლია ტრეზორი. ხო და რეალურად ის 10 წელი ჯაჭღირი ხომ მიდიოდა, ეხა ბევრ კლუბში ვიყავი მე თვითონ, სადაც რაღაცა მცდელობები ქონა და მოკლევადებით რა წელი თან მაშინ გადამხდელუნარიანი ადამიანი არისო თუ გვინდოდა რომ კაი გართობა ყოფილიყო მე თვითონ ერთ-ერთი რომელმაც ფლაისში ბილეთების მოხსნაზე ის ვქენი ვიჩალიჭე და რომ მოიხსნა და კაი გართობა იყო იმიტომ რომ ის ტიპები ვიღაცა რომ შემოდის სუხუთი ლარი რო უდევს ჯიბეში და ლუდი უნდა იყიდოს თუ ბილეთში გადაიხოს მერჩი უნდა დაელია გართობილიყო და ის ფული მაინც ჩვენთან მოდიოდა მე ბასიანმა დაიბრუნა მე მგონი პირველად ბილეთების კულტურა და ძალიან გამიკვირდა იმიტომ რომ ისე მიეჩვი 10 წელი ბასიანმა დაიბრუნა ადამიანები უბილეთოდ სიარულს გალერეში არ იყო ბილეთები. ანუ გალერეში იყო face control და ფული. გასოს კლუბზე რო ტექსტი უნდა დამეწერა და შენგან ჟორჟიკასთან ინტერვიუები რო ავიღე, აი მაგაზე იყო, აი მაშინ იწყებოდა ეგ ყველაფერი რა. მაგრამ მაშინ მე ეს თვითონ იმათაც უარი თქვეს ამაზე, იმიტომ გრძელი პროექტი იყო. აი ის იმან რო გააკეთა ვატო წერეთე, აი ვატო წერეთელმა და იმ ჟორჟიკას რო აკეთებ. რაღაც მომენტები იყო. ცუმბო, მაგრამ კომერციულად რო ესე გახურდა, ეს გახურდა მე. 10-ში გახურდა. და გახურდა, იმიტომ რომ ბასიანი გახურდა ეგრე რა კომერციულად. ბასიანიც გახურდა, ხიდიც გახურდა და ხო, ნუ მე გახურდა მოკლედ რა. ხო, მაგრამ ხო ხედავ გალერის სანდრო ანტიძემეს მისცა სხვას, იმან, ანუ და რასაკეთებს ახლა თქვა ხო ლაივ კონცერტებს მართავს იცი რატო იმიტომ რომ მიხვდა რომ ეს ვერ ჩაანაცვლა და ვერ ჩაანაცვლა ანუ რეალურად ლაივ კონცერტს ჯორა არის იცი და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ყოველთვის რჩება რა მუსიკისგან აქ ვინც არიან ჩამოსულები ძალიან სერიოზული ხალხია ჩამოსული რომელსაც დაუკვირდათ ყველგან მე მათი ალაი DJ კოზე მათი ალბომი მოსმენილი მაქვს იცი რა მაგარ მუსიკას აკეთებენ, მაგრამ არავინ ეგარ დაუკრა. მე ერთი ორჯერ ის იყო კაცო ჩამოსული ის ფუ რა მაგარი მასტე ეს გერმანელი როა თან რომ ღერის ხანდახატო. ბიჭო ეს მეხსიერება ცოტა გაჭედო DJ ბობო. არა, ვიღაც არის, ვიღაც გიჟია, ვიღაც YouTube-ზე ნახე პირველად რა ძალიან მაგარი მას ჩამოვიდა და ისეთი მოსაწყენი რაღაცა იყო. ანუ ეს არა, აი 4 როდის ჩამოიყვანეს 2 წლის წინ თუ რაღაცა რა. ისა. Game is over. აი მაგის ეს არის ცნობილი ტრეკი, რომელიც არის პროზო ბომბი და ტიპი თან აკეთებს სუფთა ელექტრონიკა და აკეთებს გიტარითაც რა მასტი რა. მაგრამ ნუ რა გინდა? ბაძავს. ვინ? აუ სამივე სათვალიანები ვართ ისა რა. მაგრამ შენ ნელი სათვალე გიკეთია რა. მე მინუსი მე წასაკითხი მაქვს, მაგრამ ეს ცოტა ტონირებულია და ცოტა ეგ არის წასაკითხი და მაინც გიკეთია ესე სულ. სადღაც ვიყიდე სეკონდენში რუსთავში. თვითონ ნომერიც ხო არა ტიპა რა თქვა იცი რომ ესო არც იმას შვება, მაგრამ რაღაც ისე შვებია რომ
აი ცოტა ის აქვს ვარდისფერი ტონირება და ამაზე გიხდება შენ. ხო, იმაშვება რა და მე გამჭირვალე აპარავები მიყვარს და შენ სტილი ხარ სათვალებში სულ ცხოვრება. ესეთი პონტია რა. ასე რომ ჩემი ისა რაც აქამდეულობა იმის თქვა მინდა რომ როგორც აღმოჩნდა რა თქვა ეს ნიკოშა ახლა მაგაზე მე არ მაქვს პასუხი რა ანუ ეს რაც დღეს იქნება რომელიც კარგია მოსასმენად კარგია აი ზოგი ეს თავარტკილა და ცოტა გიჟია რომ ითხარი ახალი ანუ ტიპი როცა აკეთებს ნორმალურ მუსიკას არ ვარგა ტიპი გონია რომ რაღაც საგიჟეთ ჩაკეთებს და კარგია აი რაღაც ესეთი მომენტებია მაგრამ ეს ტრენდის ჩემ თავში ხდება ეს ტრენდის და აუთსაიდერები და თელი ციგნები გამოდის. ანუ ამათ ეს ყველაფერი იციან ინტერნეტის ეპოქა. ინტერნეტის ეპოქაში ადვილიაში შეიწოვო და მე რაღაცები გადაამუშავო. და რაღაც სულელი ტექსტი დაატო, რომელსაც ფუნქციონალური დატვირთვა აქვს, მაგრამ არის ეს აბსოლუტურად თვითყოფადი, რომელიც მოусმენ და ხვდები რომ ეს შეიქმნა სწორედ აქ და სხვაგან ვერ შეიქმნებოდა. ხო, მაგრამ ნახე, აი ეს კითხვის ნიშანია. შენი თქმის არ იყოს წმინდა ინგლისური მუსიკაც არ არსებობს. იმიტომ რომ ამერიკიდან წამოიღეს. ხო? ეს კითხვის ნიშანია. ანუ როკ-ენ-როლი ამერიკიდან. არა, მაგი ეგრე არ არის. როკეროს რო გამოვაკლო ეს რაღაც ირლანდელი ემიგრანტების ფოლკი და რაღაცა და კანტრი და ეს ვესტერნი და რაღაცა. როკ-ენ-როლი არის არაფერი, მალიური მუსიკა. გასაგებია, მაგრამ აი რა შუაში გასული ნუანდიელები აი ბლუზთან. ხო, ბლუზიდან ხო, მაგრამ ბლუზი არის რიტმული სტრუქტურა, მაგრამ ეს მელოდიური სტრუქტურები და ეს ნარატივები და ეს რაღაც ეს ყველაფერი ანგლო-საქსონური კულტურიდან შედის. რატო განვითარდა ინგლისში მაშინ მარტო პირველით? იმიტომ რომ აქ შეჯვარება მოხდა აფრიკული ინექცია ამერიკაში და ანგლო-საქსონური ინექცია გადაიკვეთა ერთმანეთში. ხო, მაგრამ როკ-ენ-როლი ეს არის. ხო? ჩემი აზრით ეს მე ერთი შემდეგი გადაცემა ეს ეპიზოდი უნდა ჩავწეროთ წმინდად ქართულ რეალობას. ჩემო წმინდა ქალაქო. იმიტომ რომ იმ ხელა რესურსი გაქვს ენგენაცვალე რომ ანუ მარტო ანუ ეხლა გაზავებულია ყველაფერი აქ-იქიდან და ერთი გავაკეთოთ აი ჩამოყვეთ მნიშვნელოვანი ტიპების ოღონდ უფრო ისეთი დეტალური დოსიეებით. ეგ ნიშნულობებით ლაპარაკო რომ სამ-სამი წინადადები შენნაირად არავის არ ულაპარაკო. ხო, ეგ ჩვენ ფაქტიურად ნაწილ ყველა იმას. უბრალოდ მე გეტყვი გული რაზე წდება რა. საბოლოო ჯამში რეალურად ეხლა დღეს ხო მოდაში აი ხალხი ეძებს 90-იანი წლების მუსიკას ეს ძალიან პოპულარულია ხო ხედავ გიათოიძეზე ვთქვით რომ დღეს უფრო არის დღეს უფრო მოერგო ვითომ ვიდრე მაშინ ხო იმიტომ რომ მაშინ სხვა დრო იყო ბევრი მოbrunდა დროც და რეალურად არა ბევრი ეგეთი ხალხს ეს აინტერესებს გაიგეშენ იმიტომ რომ რეალურად 90-იანი წლებში თუ გინდა რა ყოფა იყო მოусმენი ამ მუსიკოსებს და მიხვდები თუნდაც არ გინდა იქ ვიღაც ხატრული დოკუმენტური ფილმი მაგრამ ცუდი რა არის იცი რომ დადოკუმენტურებული ჩანაწერებში ეს არ არის. ეგ თქვენ უნდა გექნათ გენაცვალე ვინც ყურადღებით იყავით იდეაში, მაგრამ საშუალებები არ არსებობდა მაგის. სხვა შენ არ დაგადები 90-იან წლებში ადამიანებს თავიანთი პირადი მძაფრი პრობლემები ჰქონდათ და პლუს კიდე ეს ჰქონდათ რა. ეხლა შენ ერთია რომ შეგარ 20 წლის და შენი თავის მეძე პასუხს არ აგებ. და მეორეა შენ უკვე ცოტა მეტი ხარ და პასუხს აგებ ვიღაცებს. ხო და რატო არ იყვნენ არის შენამდე კიდე ბიძინა ხო შენს დიდია მაღაში. ბიძინა არის პირველი რომელმაც დაიწყო. ანუ ბიძინა არის თბილისში პირველი, რომელმაც დაიწყო რეაგირება ქართულ მუსიკაზე, რაც აქნებოდა და ქუთაისში იყო ლაშა გაბუნია. მეტი არავინ არ იყო. ეხლა მე ცოტა გვიან ჩავ, თუმცა პირველი ტექსტი, ჩემი აზრით პირველი დიდი ტექსტი რა იყო სპეციფიკა ლადოს მუსიკაში. დავწერე მე 95 წელს. ერთი ნომერი გამოვიდა და მე გაკოტრდა ეს ჟურნალი, აბა რა იქნება, სინემა იყო და მან დანამატი. ხო და აი პირველად მაშინ მე ვეცადე რაც ახლა აქ ვილაპარაკე რომ რა არის ის რაც ლადოს მუსიკას ადისტანცირებს იმ ნიმუშებისგან რომელთანაც ახლა ყველას ესხულობდა რა იმიტომ რომ იცი რა რაღაცნაირად მაინც აცდები იმ რაღაც იქიდან გზა იდიომს თუ შენ მართლა და უნარი თუ გაქვს რა თუ შენ რაღაც მართლა ძალიან გაწუხებს რაღაცა რა ძალიან ძაფრად თა როგორ ძაფრად ახლა იცი რა ყოფაზე იყო საყოფა ცხოვრება პრობლემა იყო განა იმიტომ რომ შენ საჭმელი არ ქონდა რომ შენ არ გავდი რა იმ ტიპებს რა როგორიც უნდა იყო და ეხლა ჩანაწერების გაკეთება შეეძლო ლადო შეეძლო
ქიშო შეეძლო არაფერი რო არ აქვს დაწერილი 400 სიმღერა მაქვს დაწერილი ვიცით რომ კაია თუ ცუდია არავინ არ იცის ვინმე ლადოს საუკეთესო სიმღერები ამ ღრუბლების მიღება და რაღაცა რომელიც მართლა ყველაზე საუკეთესო სიმღერებია არავინ არ იცის აი ლაივებზე ნამღერი აქვს იქ იმან აი 30 წლის წინანდელი სიმღერა ეხა გაიგეს რამოდენიმე კვირის ხო აკრო შეასრულა გაიგე ეს ხო არავინ არ იცის და მაშინ კიდე როცა ახალგაზრდა ეხლა მე ეს ბენდიც ხო ცოტა ესეთი იყო ეხლა ერთმა თავი მოიკლა მეორე გაგიჟდა აგეროვა და სადღაც დაიცვა იქ იმაში ხან რაღაც ეს ვითომ შემთხვევითობაა მაგრამ რაღაცაში ლოგიკაში ზის რა ეს ყველაფერი ლოგიკაში ზის ვერ ჩაწერა ბევრმა ვერ ჩაწერა აი და რატო გახდა მნიშვნელოვანი ტიპი დოკუმენტი დატოვა ირაკლი რატო გახდა დოკუმენტები დატოვა 6 დისკი დატოვა ტიპმა რა იმუშავა როგორც მუსიკოსი კი შეიძლება იქ რაღაც ჩანაწერი შეუკეთებინა მაგრამ დატოვა რა და აი ეს ამისა მე დღეს ის არის დღეს ამის საშუალება და რესურსი უკვე არის მაგრამ მეორე ახლა კიდე აი რატო ამახვილებ ყურადღებას ლაივზე ეს ხალხი რომელსაც მოусმენ და ვიღაც მეტალისტები არიან მარტო მასტე ბლეკ მეტალს უკრავენ 20 წუთია კომპოზიციებს და ასწორებს რა აი თავგადასავალი ჯურღბულში რა მეტალურში მაგრამ განახორციელებენ ამას სცენაზე ხო ვერ განახორციელებენ იმიტომ რომ სცენაზე რა უნდა იცი იქ ჩაწერა საუნდ მაგრამ სცენაზე უნდა დაუკრა უნდა გააცოცხლო მუსიკა უნდა მოვიდეს და უნდა იმოქმედოს და ტიპი მართლა უნდა შეიყვანო იმ სასტაენაში ლაივში თუნდაც 9 საათი 40 წუთი აი ეს პრობლემაა და შესაბამისად აი ეს არის ის რაც ჯერ ვერ ანვითარებს რაც ანუ პუბლიკასთან კონტაქტი არ აქვს ბენდს არ უკრავს ტრენაჟი არ აქვს ის საბოლოო ჯამში დარჩება ანუ რაღაც აუთსაიდერად თავის ოთახში კინა თოგეცი როგორ მოვისვინე პირველად აი ეს ხო ვაფშე მაგარი პონტი რა თოგეცი ვიცი რა რომ მაგარი პონტია რა წაკითხული მაქვს რა ეს გამოწერილი მქონდა რაღაც ჟურნალები და რაღაცები ჟურნალი ეხლაც მაგ არ ვყრი ხო გეუბნები ეხლაც არ ვყრი ჟურნალი და ერთი ფარცოვში კი იყო თემურა ასკაროვი ცხოვრობდა იქ ორჯონი ეხლა არის თევდორე მღვდელის ქუჩა და ყოველ დილით მაგასთან ხან მიდიოდი რომ რაღაცა თუ მინდოდა რა ნაიკები და ნიუ ბალანსი არავინ არ იცოდა 86 წელს და მაგათ ქონდათ რა ჯალე ტური ამერიკელების და ქონდა მაგნიტოფონი და კასეტები ამერიკელები ჩუქნიდნენ თვითონ ეხა პრინსი ევასებოდა რაღაცას ფოტოშორის პრინსი ევასე ინექსესი იუთ ვარიემი ეს უფარცოვშიკებიდან შემოტანილი კულტურა 86-ში არიემზე ხალხი იჯდა აქ და ნარც თამაშობ ციგარეთზე რა მარბოროზე რომელიც გადასასვლელი ხითთან იყიდებოდა მარტო და ბიჭო თამაშობდა უგებ რა მაგრად რაღაც მესამე პაჩკაზე ვარ უკვე რა და ღერებზე ვარ და ბიჭო ჩარტო რაღაც კაბადო მუსიკა ჩარტო და ბიჭო რაღაც ჩარტო მუსიკა რომელიც ამას არ ევასება ბიჭო უსმენ და წამოიღო მაგრამ რა წამოიღო თოვიღეთ ეს პირველი ალბომი რა სადაც ფსაიხო ქილა და წავაგე ყველაფერი კაროჩე აი თელი ეს თამაში რო ვაგორებდი მარტო იმას უსმენდი რა და მეთქი всё მომეციეს კასეტაში ჩემა გიჟი ხარ ფაბრი ამერიკულ made in USA ორდო პროსე წამოვიღე ეგრე კლეშიც ეგრე მაქვს კომბექტ როკი და აი ესე შემთხვევით ხდებოდა ეს ყველაფერი რა ეხლა კაია რომ ამას მე აქ არ ვიტყოდი ხა Q-აზე რო თქვი ლადო მეგონი ახსენა ჯარჯი რა ჩვენი მეგობარი ჯიფსონ ხუნდაძე შვილი იყო და მაგას აი მედნესის დისკები იყიდა 91-ში ტიპა ხა წარმოედგინე ერთი ქიშომისა გაუცვალა დილანში და ლადო და ეს მეგობრობდნენ და მივიდა ჯარჯისთან მივიდა ლადო და ახლა ჟურნალი მაქვს გერმანული ჯარჯი ხუნდაძე ხო და ათვარიელებს ლადო და აი ეს დღეს ითვლება ვიღაც მაგარ გახურებულ ტიპად და ჯარჯეონება მაგრამ აბა არ არის ჩანერ 85 წელია თუ რაღაც და ლადო უყურებს რობერტის თავის ესეებში და რა თქვა არიცი რას გავს ეს ყლე ამის მუსიკას როგორ მოусმენო და რომ მიდიოდა იმაში ტალინში მიდიოდა ისა ჯარჯი პაესტკაში და სმიცი უკვე იცოდა შალვა ხახანაშვილი ხო იცი შალვა ხახანაშვილი კლავიშებზე უკრავდა ლადოს. ნუ მე გამიგია ხახანაშვილი. შალვა ხახანაშვილი 84 წელს მოიყვანა გერმანელი ცოლი ფედერაციული რესპუბლიკიდან და გორში მოაწერეს ხელი. ვერწევი მაგარი გახურებული გოგო კასეტებს უგზავნა და სმიცი გამოუგზავნა. და შალვავნი რაღაც ჩელენტანოს გავსა და ლადოს მისა და ლადოს გაუსწორდა ესე თუ. და ჯარჯი რომ მიდიოდა იმაში ტალინში. სმიციო აქ არიშოებოდა სმიცი ტალინში იქნებაო.
რომ მივიდა იქ ხმის ჩამწერში სმიცი არ იყო და იმან უთხრა სამაგეროდ რობერტ სმიცი მაქვს ქიუაო და ჯარო გამიგონია მაგრამ დავაიო ქიუაო ჩამეწერიო სბორკა ჩამეწერიო სტენდი გონზების რაღაც სბორკა ჩამეწერიო და ჩაუწერა ჩამოვიდა და ესე ჩამოვიდა ქიუაკ აი ეს შემთხვევით არის ყველაფერი ეხლა გოთიკაზე აღარო ირჟიში მიჩეკი რომელიც დღეს ზვესდა აი მაშინ არავინ არ იყო ვიდეოები ჩამოვიტანა Sisters of Mercy-ს და ბაუხაუზების და იმეების და დასთან ამათ რო პირი დაღეს და ყველამ რო ბარიტონით დაიწყო მეორე დღეს სიმღერა აი გეშენ აი ეს ყველაფერი ესე ხდებოდა რა და აიტაცებდა ხოლმე ხალხი ან არ აიტაცებდა რა რაღაც პონტი არის და არ ყოფილიყო ეს შემთხვევები ვინ რაზე დაჯდებოდა ხუია ოზდაით ხო შეიძლება სხვანაირად წასულიყო ქართული მუსიკა შეიძლება სხვანაირად წასულიყო ის ინფორმაცია არ იყო და ნუ ედავ ჩვენი ფესვები რაზე დადამ რატო შეცვალა სტილი ტაქსიდან იქა ჯოზეფა მოასმენა დეპეშმოდ დეპეშმოდის კასეტა მიუტარა და ვა ყველანი ეგრე ვართ რაღაცას მოусმენ ეხა იმისგან მიუხედავად რომ არ ეტყობა გავლენა დეპეშმოდის პირდაპირ მაგრამ რაღაცა თავის ფილდში გაატარა და დაპროგრამირებული ის ეტყობა ეხლა მე სახში რა მაქვს ეს დიმა რა აუტანელი კაცი ეხა ყველა მიცით რა საზერჯი დიმას არა დიმა ძმა არის მაგრამ დიმა ეხლა ვიყავი აი გეტყვი რას ვერჩი ეხლა არაფერს არ ვერჩი კაცო მარტში ვიყავი ჯერ კიდე ნაფეთრებში ცხოვრობდა დიმა და დიმას ვიცოდი რომ ჩანაწერი ჰქონდა გაკეთებული აი ჯერ კიდევ დადა აქ იყო დადას ბიტბოქსია ჩაწერილი ბერქიშოს სექციაც და даже ლადოსიც ორი სიმღერის დრამს ვერ წერდნენ მაშინ დრამს ვერ წერდნენ ეხლა ხო და დიმა იყო რაღაც რამდენი წელი იქნებოდა ხა 92 წელს და ამ ბიტბოქსზე დაიწყო რაღაც აწყობა ბასებს აძლევდა რაღაცა და გაასურდა თორე და სიმღერა არდო და მოიყვანა ისა მახო ნიკოლაძე მახო და მახო რაღაცებს იგონებს და რაღაც ლეუ რეჩიტატივებს ამბობს აი ეს არის საქართველოს კი რამათ ხო ეს არ იცოდნენ რომ ბრისტოლში უკვე იყოს MC რო ბაზრობს და რაღაცა 9 ტრეკია ჩაწერილი 9 ტრეკი ჩაწერილი ქონდა ბაბინებიანზე ეგ არის სადმე შენარჩუნებული ბაბინებიანზე ქონდა და გაუციფრულა მე სანდრო და დიმასე ქონდა და დიმა მომასმეინა თავიდან ბოლომდე ეხლა ნაფეთრებში ვიყავი და გამოყლებდი ჯერ ხო სიცილიით ჩავიქს და მე თქო მაგრა დასწორებს და იქ ბევრი ბგერები არ არის იმიტომ რომ მარტო ბიტბოქსია და ამის ვოკალი ხანდახან ამისიც მაგრამ აი ეგ არის უნიკალურია რა ეხლა აღმოაჩინეს თორე რომ პირველი პანკ ბენდი ეს არის კომენდანტის საათი და არანაირი აუთსაიდერი 4 ტრეკი არის ჩაწერილი რა ფჩხილა ვისთანაც ლადონ გააკეთა პირველი ბენდი ზვიადი აუ მე ცალკე უნდა ჩავწეროთ ერთი ქუთაისურ რეალობას და რეგიონების რეალობაზე რა მართლა რა ტრადიციებს რომ ხელა მნიშვნელობა აქვს რა რომ ის რაც თბილისურ კონტექსტში ითვლებოდა მიუღებლად აი ქალაქური პონტი და ქუთაის აი ეს თბილისური რაღაც სტარტიმანდული ისტორია არ ქონდა ხო გიტარა ბაბთა სიმღერა იშხნელები რაღაცა და ეს ყველაფერს ცulis კი ხო ეს რას თulis იცი რომ მიდგომას თulis იმისათვის ვაფშე ყველაზე მაგარს გეტყვი ახლა ზიზიპიპილოების გარეშე პირველი პანკი სამი კაცი საქართველოში ვინც იყო პირველი სამი პანკი ეს იყო კახა ერისთავი რომელმაც პირველმა შემოვიტანა აქ სტრენგლერსი და Sex Pistols და რაღაც არ Sex Pistols-ი არა даже ვატო სტრადივარი ქუთაისელი და მეორე ქუთაისელი ჭიჭიკია ჭიჭიკი ამერიკაში ხო აი სამი ტიპი იყო და წარმოიდგინე რომ ქუთაისელებს ეს პანკ ჟილკა ამას გეუბნები 78 წელს ოპა ჯერ კიდევ აქონდათ მაშინ ანუ მათ ქონდათ რა იცი ეს ექსცენტრიკა ფრიკი აი შერეკილების გაგება და აი არაჩვეულებრივი გამოფენის გაგება რომელიც უნისონშია რაღაც პანკსასტაიანიასთან რა აი ძალიან უცნაური მომენტი არის რა რა თბილისში არ იყო ვაფშე რა და იქ იყო და ეს განვითარდა და ვინ იყო ვინც ქუთაისი გააკეთა სტრადივარი და გოგა ჟორჟოლაძე რომელიც ტრიოს აკავერებდა 93 წელს და შეიყვანეს და ამაზე დასვეს ხალხი ამ პონზე და ეს აღმოჩნდა რა მაგათვის იცი მაგათვის ეს აღმოჩნდა ადეკვატური ქალაქური ფოლკი ქუთაისური აღმოჩნდა ეს და თბილისში ეს არ აღმოჩნდა თბილისი უცხო იყო და თბილისის მემკვიდრეობა რაც იყო სამარცხვინო იყო ყარაჩოკლე აშუღე
მე რო ირაკლიზე ვამბობდი რომ მეთქი ვერ კაიფობ მეთქი ჯერ კი даже ინტერვიუც არ მომწონდა ლადო მიჭედავდა ამაზე ანუ ლადო და ირაკლი იყო ლადო რას ამბობდა იცი მე და ირაკლი ცი როგორ ვართო როგორც პიკასო და მატისი რა და ეს როგორ მახსოვს მაგათი რა სკოლი რა ბანალური იქ ვიყავი ტელეფონზე ლაპარაკის არის ცი რაზე მოხდა ეგა ანუ არ ეწერა რა არ ეწერა ანუ როგორ არა 99 წელს პეროსკაიაზე რო ფესტივალები მოხსოვს პირველი მოაწყო დაამტყვია თავის დაბადების დღეს და მე $5,000 ის გიჟი იყო ენდრიუ მაგარი ტიპი იყო ძალიან $5,000 დაიქირავა ყველა ეს პაბები და აბა ჩამოყვანა და ირაკლიც მოიაზრებოდა რომ გამოსვლა სხვათა აი მანდ იყო კონცერტი არ იყო ეხლა რატო არ იყო გეტყვი ლადო ურეკავს ირაკლი ეხლაო შენო რაღაცაო და ამოირჩიო რომ ტუკანში გინდაო ნალში გინდაო იქ გინდაო ჩობას ბარში და ჩობას ბარ აი ჩობას ბარ ეგ უნდა მეთქვა ჩობას ბარის კონცერტი იმისი ბესალას ბენც რა ერქვა კონტრაბანდა აი მე არ მახსოვს მან შენ არის იქ რა იყო ანუ კოტე უკრავდა მაშინ არ მახსოვს და ჩობას ბარში რო შევედით კოტე არ არის მაგრამ ისმის საუნდი და კოტე სად იყო იცი ასული ეხლა კოჭებია ჭერში იყო და ჩამოკიდებული იყო უკრავდა და ეს დირექტორი ჩამოდი რამე არ დაგემა და კოტეს ხლეზე კიდია და ბესალას და უბერავენ ანგრევენ იქ ვაფშე მაგარი აი მანდუნა გამოსულიყო ირაკლი თანახმა და მაგრამ რა თქვა იცი ირაკლი ხო მაგრამ სიაში არ ჩამწერო რა როგორც მონაწილე ვითომ სპონტანურად გამოვდივარო იქ ვარო და გავდივარ და შევიდნენ ლაპარაკში და გაბრაზა და ბიჭო ჩემ გაკეთებულ სცენაზეო შენი ქურდი ვერ იქნებიო რა გინდა გამოდი გიდა ნუგოხლ ეს იყო მეტი არაფერი არ იჩხუბეს და მე მოხდა რომ ზურარ თველიაშვილის პერფორმანსი იყო იქა ესე ერთმანეთს შეხვდნენ და არ მიესალმნენ ვაუ პიზდეცია ეს კაი ხადულ დიდი მადლობა მე მგონი სასწაულია ბიჭო ხო და მე მაგიტომ გეუბნები რომ ხო პროსტა ხელა გამოვიდა რომ ყველაფერი ის არის დასანანად პერიოდულად მოდი მეც რამდენი გამოვიდა აუ რა ამბავი ხო და